როდესაც არქიმანდრიტი წერს წიგნს, ვერ წარმოგიდგენია, რომ ეს შეიძლება იყოს მხატვრული ლიტერატურა. და რაღაც მოლოდინი გაქვს, რომ ეს უნდა იყოს რაღაც თქვათ პირობითად სასულიერო თემაზე დაწერილი წიგნი, ან რაღაცა ხელოვნებასთან კავშირი არ უნდა ქონდეს, ან რაღაცა ძალიან ისეთი ქადაგების ფორმა უნდა ქონდეს და როცა წავიკითხე, სულ სხვა წიგნი აღმოჩნდა ჩემს ხელში და ცოტა არ იყოს დავიბენი რა გაგებით, იცით რომ აღმოჩნდა რომ ამდენი წლის ნაცნობობის მიუხედავად მე მამას ვიმოს არ ვიცნობდი ისე აი ამ ფორმით ასე ამ ხრივ და ჩემთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო და წიგნზე ვილაპარაკებ რაღაც ამბებს ვიტყვი ჩემ აზრს განხილვის ნაწილში მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის რომ შესაძლებელია გარკვეულ ტიპის სისტემაში და ჩვენი ეკლესია რაღაც ხო სისტემასაც წარმოადგენს რომ ადამიანმა საკუთარი თავისუფლება გამოამჟღავნოს შემოქმედებით ნაწილში და ეს ჩემთვის პირადად ჩემთვის ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. ამიტომ ამ წიგნის წარდგენა რომ დღეს აქ ამ სივრცეში ხდება ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მთელი ჩემი ასე ვთქვათ, აი აქ მუშაობის რაღაც ყველაფერი დაფუძნებულია იმაზე რომ გამოავლინოს ადამიანმა შემოქმედებითობა და რატომ? რა ფორმაც არ უნდა ქონდეს შემოქმედებითობას, ეს უკვე გვაახლოებს ღმერთთან, იმიტომ რომ აი შემოქმედებითი სული, შემოქმედებითი ენერგია, თუ რაც არ უნდა დავარქვათ, არის სწორედ ის ღვთიური ნაპერწკალი, ჩემი აზრით, რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა და ეს არის ჩვენი ინდივიდუალიზმი და მადლობა რომ თქვენ ასე ვთქვათ, ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეთ ამ თვალსაზრისით და ვუსურვებ ამ წიგნს დიდ მოგზაურობას და დღეს ესეთი ფორმატი ავარჩიეთ, უმეტესობა თქვენგანს აქვს ეს ტექსტი წაკითხული, ნუ ზოგიერთს არ ექნება ალბათ სავარაუდოდ, ზოგს არ დაუმთავრებია, მაგრამ ძირითადი სურათი იქნება ასეთი, რომ ჩვენ ეს წიგნი წავიკითხეთ და ასეთ ფორმატს გთავაზობთ. ჩვენს აზრს, ჩვენს დამოკიდებულებას წიგნზე ვიტყვით, დავსვამთ შეკითხვებს აი ამ მიკროფონში და მამას ვიმონი როგორც ავტორი გაგვცემს პასუხებს და რამდენად დაემთხვევა ასე თქვა ჩვენი აზრები ერთმანეთს საინტერესო იქნება. მე ვფიქრობ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას ეს ასეთი ტიპის დისკუსია აკლია ზოგადად განსხვავებული აზრის მიღებაც რაღაცაად გვაკლია ხოლმე და მე ვფიქრობ რომ აი პატარა სივრცეში საინტერესო საღამო გველოდება რომელიც დასრულდება იქით მხარეს ესეთი პატარა ალაფუშეტით სადაც გავაგრძელებთ მე ამ ჩვენს დისკუსიას. წიგნი მიახლოებით წაიკითხა 300-მდე ადამიანმა ჯერჯერობით და უმეტესად დადებითი იცით რაღაცა ემოციები, ვიღაცამ ცოტა ცხენი მოვიდა, ვიღაცას განცდები, რაღაცები და სხვა აზრებს გამოთქვამდნენ ადამიანები, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებიც მე პირველად ხედავენ, ალბათ არ მიცნობენ და ეს უფრო საინტერესო არის ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება. ეხლა აქ საუბარი იყო და ესეც ისმის, ალბათ მე არ ვიცი, ახლა ლექსებს ძალიან ბევრი სასწავლო პირი წერს. მეტნაკლებად ხომ და არ ვიცი შეიძლება რომანებსაც ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ ქართულ ეკლესიაში და მაინდა-მაინც არ შემხოდია თუმცა შეიძლება არის თუმცა ადრე რა თქმა უნდა იყო მაგრამ მე ვამბობ თანამედროვე ქართულ ეკლესიაში და ჩემთვის ეს არის მაინც ერთგვარი ქადაგების ფორმა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ აპოსტასიის ანუ ღვთისგან განშუებულის თუმცა ეს დრო ყოველთვის რთული იყო და მარტივი არასოს არ იყოს ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება ისე და დღეს მაინც დევალვაცია ხდება ჩემი აზრით შეიძლება ვწდები მაგრამ არ ამგონია და ბევრი მეთანხმებით სხვა სულიერი ფასეულობების რაღაცა ისეთი დრო არის და ამ წიგნში მე ბევრი რაღაცა მინდოდა რომ მეთქვა არ ვიცი ვინ დაინახა ვინ არ დაინახა რამდენიმე ადამიანი აქ არ გზნდებიან მაგრამ მეუბნებიან აი როცა მეორად მიუბრუნდიო ამ წიგნსო სხვა რამეები დავინახეთო და ეს კარგი არის ალბათ ხო და აქ არის მეგობრობაზე სამშობლოს სიყვარულზე თუნდაც რაღაცა ცოდნის მიცემა ადამიანებზე რაღაც გაგები ძალიან ბევრი რამე მაქვს წმინდა მამებიდან ოღონდ მხატვრულად გამცემ სახარებიდან მაქვს ძალიან ბევრი რამე რა თქმა უნდა აღებული და როგორც გითხარით აი ამ მარადიულ სიყვარულზე თუნდაც თამედროვე ადამიანში ძალიან გაძლიერდა თითქოს ეგოიზმი შეიძლება არც არასდროს არ აკლდა ადამიანს ეს ყველაფერი და ცხოვრება ხო ბრძოლა არის და სულ რაღაცა ჭიდილია შინაგანი მდგომარეობის მაგრამ
აი დღეს რაღაცა ესე რო არის, აი ეს ეგოიზმი ძალიან აი როგორ უნდა უყვარდეს, როგორ უნდა იყოს თავდადებული ადამიანების ერთმანეთთან სიყვარული, მაგის ხალხში ალბათ ამ წიგნში გახსოვთ იგივე არიადნას სიყვარული, როგორი თავდადებულია, როგორი აი თავგანწირვამდე მისული არის და ეს თუნდაც არის მე მგონი ძალიან სწორი გაგებით ქალური. იმიტომ რომ დღევანდელი ფსევდო იდეოლოგიები, რომლებიც არსებობს, ძალიან ხშირად რაღაცა ვითომ ფემინისტური სწავლებები ან რაღაც ეს ხო პირველ რიგში სწორედ ქალების და ქალურობის წინააღმდეგ არის, ჩემი აზრით. შეიძლება ვწდები მიმართული და აი აქ მინდოდა რომ აი ეს გადმომეცა. უპირველესი მაინც არის ალბათ რაღაცა ისე პატრიოტული თემა, სამშობლოსადმი დამოკიდებულება, ფიქრის ჯა, რაღაცა და კიდე რაღაცეებზე. მე მაქვს კიდე ძალიან ბევრი რაღაცა პატარ-პატარა ისეთ საიდუმლოებები ამ წიგნში ჩადებული და ესეთი ძალიან ბევრი. ახლა ერთს გეტყვით მაშინ და დანარჩენი შეიძლება ვიღაცებმა თქვენ აღმოაჩინეთ. აი მაგალითად აი გილგამეში რატომ არის სვანი? კონკრეტულად არა? თავისი კუთხურობი და ალბათ შეიძლება უცებ ხო შეიძლება კახელი ყოფილიყო, ან ის ყოფილიყო, ან ის ყოფილიყო არა და აი ჩვენ ვიცით რომ ეს რატომ არის თქვათ. ამას ნათქვამი მაქვს ყოველთვის და ისა და იმიტომ რომ ასეთი ბევრი მომენტი არის ძალიან. თუმცა ეს აღმოაჩენს თუ არა მე არ ვაპარებ ამაზე საუბარს. შეიძლება ზოგადად ვისაუბრო კიდეც, მაგრამ აი ეს ელემენტარული რატო არის ის მაგალითად სვანეთიდან. იმიტომ რომ აი ეს ჩვენი ის ძველი პირველი რაც კაცობრიობას ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები აქვს გილგამეშის ეპოსი არა? ყველამ ვიცით და იმ ძველ სამყაროში ეს მეფეები ითვლებოდნენ ისინი იყვნენ ნახევრად ღმერთები არა? 2/3 იყვნენ ღმერთები, 1/3 იყვნენ ადამიანები. ჩვენ ამირანის ეპოსში, რომელიც გახსოვთ ზოგადად განსაკუთრებით სვანურ ვარიანტში, ეს არის ესე რომ ამირანი არის სამი თვე იყო მასე დალი ფავი და ხოლო შემდეგ ხარი. ხარი რომელიც ვიცით რა სიმბოლო მე ევროპა და რაღაც ახლა იმაში ნუ ვარ წავად ამ სიღრმეებში და აი ეს სამი თვე და ხალი ხო 9 თვე არის არა? ბავშვზე მიდგომილი. და სამი თვე იყო, ხოლო შემდეგ ის ღვთაებრივი მასში იყო, ესე იგი ის 2/3. აი ეს რაღაცა შეიძლება პატარა ნიუანსია, შეიძლება ეს მკითხველმა დაინახოს, არ დაინახოს, ამას არ აქვს. აი ესეთი რაღაცები ბევრი მაქვს ჩადებული, თუმცა მე მინდა რომ ეს დაინახოს მკითხველმა, მაგრამ ამის რაღაც აფიშირებას არ ვებ. შეიძლება უბრალოდ ადამიანების ბევრი ნაწილი ამ ყველაფერს აქ არა ვიცი, ამ მანდაჩით დაწყით. და აი ამ ყველაფერს თუ შეიძლება არც ვისაუბრო, ანუ შეიძლება არც იყოს საჭირო არა ამას საუბარი, მაგრამ საინტერესო არის. ხო, ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ აი რაღაცა თითქოს დასრულების დროს დააკლდან, რაღაცა ხო არ გაგრძელდება. მე ვფიქრობ რომ რაღაცა საფიქრალი იყოს. თუმცა თქვენ აი რომელიც თქვენს უმეტესობაში განცდა და კითხვაში გამოიწვია თქვა გილგამეშის ტრაიკულმა იქ სიკვდილმა როგორც ხდება და ზოგმა ადამიანმა თქვა რომ 3 დღე ამაზე ვფიქრობდიო განცდებშო ზოგს ხემ რაღაცა ბევრი რაღაცა იყო და ბევრი ადამიანი ამაზე მეუბნებოდა ზოგს გული დაწყდა რატომ არ შეიძლებოდა ის რომ ამკვდედო შემდეგ ამბობს მისი ბაბუა რომ ის სიკვდილისკენ მიდიოდა შეიძლება რაღაც პასუხებს ვცემ უკვე პასუხს ვცემ რაღაც კითხვებს და მოკლედ იმის თქმა შემიძლია რომ რამდენჯერაც გამიჭირდა მოკლედ გურამმა მასწავლა გზა ერთ-ერთი ამ გზას გაუყევი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი მამაკოდოს მონასტერში სადაც გავიცანი კიდევაც ქონია ჩვენც ესეთი ასე ვთქვათ ესეთი საუბრები ლიტერატურაზე ჩემდა გასაკვირად იყო აი ესეთი სასიამოვნო აღმოჩენა იყო რომ რაღაც არ ვიცი მამოსახსოვს თუ არა ეს ერთ-ერთი საუბარი რომ ადამიანს ეთყობა ჯერ მამოს ბიბლიოთეკას ეთყობოდა უკვე რომ საკმაოდ ესეთი ღრმად იყო წასული ყველაფერში და ისეთ ადამიანზე ჩამოვარდა მწერალზე საუბარი ერთ-ერთი საუბრის დროს და ისე ზუსტად მომიყვა და გამიჩია მისი ნაწარმოები და წამიკითხე კიდევაც რაღაც ნაწყვეტები იქიდან რომ ესეთი აღფრთოვანებული იყო რომ მივხვდი რომ აქ რაღაც მზადდებოდა საუბარი ახ ბერმაში დარწმუნებული ვარ წიგნის კითხულმა კარგად იციან რაც გარდაცულ ერთ-ერთ ყველაზე მაგარო და
ვიტყოდი ჩემ მასწავლებელ მწერალზე ნუგზარ შატაიძეზეა საუბარი, რომლის მოთხრობაც ახლა არ არის ეს სახალხო მწერალი და ყველამ შეიძლება არ ვალდებულებ, რომ ნოდარ დუმბაძესავით ყველამ იცოდეს, მაგრამ ძალიან ისეთი სპეციფიკური ღრმა და ისეთი პატრიოტი ლაშკაცი ქართველი ნამდვილი პროფესიონალი ადამიანი იყო. იქ ეს ერთი მხარე იქით იყოს. ხა თვითონ წიგნს რაც შეეხება, ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო, იმიტომ რომ მეც ახლა როგორც სტუმარი იქ ხშირად დავჩენილ ვარ და რამოდენიმე კვირით და თვესაც გავწანია, მაგრამ ჩემი მწირი გაგებით და იმ რაღაცა ჩარჩოებში ვარ მეც ამ შემთხვევაში, რატომაც მეგონა ყოველთვის რომ ეს არ იყო კანონიკით დაშვებული თითქოს და რაღაც არ შეიძლებოდა რომ ამ სასულიერო თემაზე შეუძლია თუ რაღაც აი ამ მიმართულებით წინდა მამებზე, მათ ცხოვრებაზე რაღაცა ესეთ თემებში შეეხოს, ამაზე გურამმა ილაპარაკა, თუ ამისგან თავისუფალია და თუ არსებობს ეს მით უმეტეს კარგია და ეს უკვე სულ სხვა რაღაცებს გახსნის და თავად ნაწარმოები რო კითხულობ მეორედ დავიწყე კითხვა თავიდან რომ არც გამკვირვებია რომ აი საერთოდ ძნელია როცა რაღაც წესები რო არის ჩემთვის პროზის წერა სახლის შენებას გავს როჯერ მithქვამს ეს დამიწერია კიდეც ამის შესახებ და ძალიან ძნელია ეს წესები თუ არის ააგო ეს სახლი ანუ რომ გრადობა გქონდეს რაღაც აი წესებზე ვამბობ რომელიც სადაც დღეს აი ეგრე ფასკუნდში შეასწავლის აი გურამმა შვენიერი დაიწყო, მე ვიტყოდი გააგრძელა ეს ადრეც ჰქონდათ 30-იან წლებში გურამ 30-იანს და ბევრი რომ ისეთ კარგ ხალხს გახსნილია იმ მსგავსი სასწავლებელი, სადაც ასწავლიდნენ ამ წესებს, როგორც ახლა მსახიობს ჭირდება, რომ მსახიობის ოსტატობა ვიღაც პროფესიონალმა ასწავლოს, ამ მხატვარს ჭირდება რაღაც წესები, როგორი რაღაც ისე, სწორედ წერაშიც აი 30-იან წლების ბოლოს გაიხსნა ესეთ სასწავლებელი, მე ომის დროს დაიკეტა მეორე მსოფლიო ომის დროს, მე იყო მცდელობა 90-იან წლებში რომ აღდგენილიყო ესეთი სასწავლებელი და ლიტერატურული კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე ისევ გაიხსნა იმაზე დაყრდნობით იმ ძველზე, სადაც აღმოჩნდი მეც ერთ-ერთი უმაღლესი, რომელიც დამთავრებული მაქვს, არის ეს ლიტერატურული ფაკულტეტი, კივი ალხაზიაშვილის ჯგუფში ვიყავი და მშვენიერი ვახუშტი კოტიშვილი გვასწავლიდა, იქ ის როგორ უნდა დაგვეწერა, იქ რაღაცა კაფია და ასე შემდეგ. იქ ვახტანგ ჯავახაძე იყო ჩვენი კიდე ერთი ლექტორი, დავით ჭედლური ცხონებული და ისეთი პროფესიონალები ჩვენ ახლა აი მე რო ახლა ამ ასაკში ვარ და გურამი რო ახლა ამ ასაკში წარი მიახლოებით იმ ხელები იყვნენ მაშინ ისინი, როცა მე რაღაცა 19-22 წელს ვიყავი და ეს კაი საქმეა, ის საქმეა, რომელსაც აუცილებლად ჭირდება სწავლა, იმიტომ რომ ესე რაღაცა შემომეწერა ძალიან ისეთი იშვიათად ხდება, რომ აი შეიძლება ადამიანს ესე არ ქონდეს გამოსვლილება, ბევრი რამე არ ქონდეს ნანახი, მაგრამ აი ერთ მაგალითს მოვიყვანო ჟიულ ვერნი, ყველასთვის უსაყვარლესი ალბათ ნაწარმოების ავტორი, რომელზეც გავიზარდეთ კიდევაც, საერთოდ მოძრაობა არ შეეძლო, ხერხემალით ქონა დაზიანებული და ოთახიდან ოთახში გასვლა კი არა, ესე დაყავდა თხილით აქეთი კიდე არაფერი ის რაც აქ აღწერილი. ის თვალითაც არ უნახავს და ხო წარმოიდგინეთ ადამიანის ფანტაზია სად მიდიოდა და ეს ფანტაზია იყო ის რომ იმ ადამიანს ჰქონდა წიგნთან ურთიერთობა ის ადამიანი სხვის გამოცდილებას აი იმ გამოცდილებას ეყრდნობოდა რამაც საბოლოო ჯამში ესეთი ფანტასტიკური რაღაცები დააწერინა და თაობები არ მხოლოდ ქართული კი არა მთელი მსოფლიოს თაობები იზრდებიან ასეთ იმაზე და სწორედ ეს წიგნიერება არის უპირველეს ყოვლისა ალბათ ის რომ ესე შეგიძლია წიგნი იკითხება წყალივით ვისაც არ აქვს საკითხული აი მართლა რუსებს აქვს გამონათქვამი სტივა რასაც ქვია აი ეს არ არის არა აკნინებს ამას პირიქით აადვილებს ეს არ არის რაღაცა კიდე სიტყვა უნდა მოიხსენიო რაღაცა სლავა ბლუდიე როცა ზედმეტი ჩამოშორებული აქვს უკვე და მართლა აი ეს ნაღდი ხტილი ნაღდი ძვალი აი ეს ხორცის გარეშე თუ რა ვიცი ისეთი ნამდვილი წერია სულ მე ხა აქ სიყვარულზეც არის ეს შეიძლება რაღაც ლირიული რომანის დავარქვათ რაღაც ჟანრში და კალაპოტში ჩავსვათ მაგრამ კითხვა რომელიც მამოს ვერ დაუსვიდა აი ხა თუ არის ესეთი საშუალება და არის ესე ხდება ხოლმე ყოველთვის ესეთი საღამოები რაღაც პოლემიკასაც აქვს ხოლმე ადგილი დიალოგი აქეთ იქით რაღაც ისინი შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი აზრები ამის არ შეგვეშინდეს ეს ამის ნაწილია ამ ცხოვრების და სულ გრძნობდი რას ნაწარმოებში რაღაც იმენდ ბოლომდე რო გავედი რომ აქ რაღაცა პარალელს გრძნობდი თანამედროვე ემასთან საქართველოსთან რომ ამ წიგნში რაც ხდება დღესაც იგივე ხდება და ამ წიგნში რა ხდება კიდე რომ ამ წიგნშიც გარდა იმისა რაც ხდება იქ სიყვარული და ისა ადამიანს უწევს რაღაცა გზა გასაყართან არის თითქოს მისული და არჩევანის გაკეთება რომ ამ არჩევანის გაკეთების გარშე თითქოს მკვდარია ანუ ის თუნდაც წავიდეს ან მარცხნივ ან მარჯვნივ რაღაცა ის პრობლემისავით არის და აი მთელი ბრძოლა და მთელი ნაწარმოები ფაქტობრივად ეს მე ვიტყოდი რომ ეს არის აქ ამ ნაწარმოებში ჩემი აზრით შეიძლება სხვა რაღაცა დაინახა
თავარი და მე უკვე ეს ფონად და ბექგრაუნდად მიყვება ეს ყველაფერი იქ ის სიყვარული ის ტარგეტი იქ მოკლედ იქ მე იქ უცნაური ეს არის რომ მე ისევ რა ქვია მაგას ალბათ მამაუფორს სწორად მოგვიყვება რომ აი კიდევ ერთხელ რომ ცოცხლებიან ანუ სხვა ადამიანის სხეულებში ეგ კიდე რომელ კანონიკაშია ჯდება ხო ანუ ყველაზე მეტი სალაპარაკო ალბათ და საინტერესოა თვითონ გვითხრას მამასიმონმა რა ხდება ამ შემთხვევაში ჯერ რამ გადაადგმევინა რომ აი ესეთი რაღაცა ან ძალიან საინტერესოა რომ თუ ესეთი ნაწარმოებების დაწერა შეიძლება ალბათ სხვებიც არიან კიდე რამდენი ბევრი რამეა აქ შეიძლება ბავშვმაც ისწავლოს ეს არ არის რომ რაღაცა პლუს რაღაცა ზემოთ საკითხავი აქ უამრავი ინფორმაციაა ისტორიული ინფორმაციაა მილიონი აი რასაც ჩვენ ახლა ბავშვობაში რაღაცა დედა ისტორიიდან უკარქაშოხლებიდან თუ რაღაცა გვარებით სახელებით რაღაცებს ვიმახსოვრებით აქაც არის ერთგვარი ისტორიული რაღაცა ფრაგმენტი მოცემული საქართველოსა ესეთი აი ესეთი სავალალო მდგომარეობის რომელიც გადმოტანილია მე ურთიერთობებში ამ არჩევანის იმაში გაკეთებაში და უბრალოდ ყოველისა ეს კითხვა მინდოდა რომ ეს რა ვიცი ეს პარალელის მომენტი მაინტერესებდა მე რომ თვითონ აი ალბათ ჩემი აზრით ეს იყო რომ ყველა მე ხა ყველას ალბათ თავისი აზრი აქვს ხო ყველა ალბათ ზოგი პატრიოტია ზოგი ნაკლებად ზოგი მეტად ზოგი გუანთებულია ზოგი რაღაც იგას ერთ მიტინგზე ზოგი სხვაზე ზოგი სხვაგან არის კიდე ხო და რაღაცნაირად რომ გამოხატო ეს შენი დამოკიდებულება იმის მიმართ რაც ხდება მე ვთვლი რომ მეპურემპური უნდა აცხოს და ანუ მეწაღემ წაღიკეროს და ასე შემდეგ და პროფესიონალები ქმნიან საბოლოო ჯამში და თავის საქმის მცოდნეები აი ამ სისტემას სწორ სისტემას სწორ რაღაცას რასაც მე სახელმწიფო შეიძლება დაარქვა იმ სწორად აზროვნების რაღაცა კალაბოც იძლევიან სწორედ პროფესიონალები და ეს მაინტერესებდა რომ აი როგორ მივიდა მამა ხო შეიძლება რა დეტექტივი ყოფილიყო მაგრამ მგონია რომ არ შეიძლებოდა ეს დეტექტივი ყოფილიყო და აი ყოფილიყო ისა რა ქვია აი ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო რაც დაიწერა და არა ვთქვათ რაღაც ესეთი ბატონო მოდი მე გთავაზობთ რომ აი განხილვის იმაში გადავიდით უშუალოდ უკვე ანუ შეფასებით ნაწილი ჩავთვალოთ რომ ყველა შევაქეთ რაღაცა ტაში დავუყარით თქვით რომ ყოჩაღ რა კარგია და არ ველოდით ამბავი ძირთად სათქმელი ვთქვი მოდი ახლა ვილაპარაკოთ ტექსტის არაშინაარსობრივ არამედ სიმბოლურ ნაწილზე და მე ვეცდები რომ რა კი აქვს ზივარ დავიწყო მე შემდგომ სოფოს ვთხოვდი სოფომ პირველი პროფესიონალური რეცენზიას დაიწერა ამ ტექსტზე ეხლა იმ ნაწერს ვერ წავიკითხავთ მაგრამ სოფოს ვთხოვ რომ უბრალოდ თქვას საკუთარი აზრი და შემდგომ უკვე ყოველს გექნება თქვენ გინდათ საკუთარი თქვენი აზრი გამოთქვათ არ ვიცი მგონი კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩაეწერა მე უბრალოდ ჩემს აზრს გეტყვით ამ ტექსტთან მიმართებით რას ვფიქრობ ნაწარმოებს არ შევაფასებ კარგი ცუდი კატეგორიით იმიტომ რომ ეს მგონია რომ ნებისმიერ ტექსტს აკნინებს საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვთქვათ სათქმელი თუ აქვს რაიმე კონკრეტულ ტექსტს მე რა სათქმელიც დავინახე ამაზე ვეცდები რომ ვილაპარაკო მოკლედ იმიტომ რომ არ ვისარგებლებ აი აქ დომის ასე ვთქვათ გარკვეული ტიპის უპირატესობით ეს ნაწარმოები როგორც კარგი ტექსტების უმეტესობა რამდენიმე სიფრთხეზე უნდა იკითხებოდეს ანუ როდესაც ტექსტი რაღაცა არ არის წყალწყალა გარკვეულ შრეებს ყოველთვის მოიცავს ხოლმე ეს შეიძლება იყოს თქვათ პირობითად ფსიქოლოგიური შრე ამ ტექსტში არის ეს შრე ნამდვილად რადგან გმირების ფსიქოტიპები საინტერესოდ არის განხილული და გახსნილი ესენი არ არიან შაბლონური ადამიანები იმიტომაც ბრაზდება ბევრი ამ წიგნის საკითხვისას ბევრს უხარია როგორც თქვენ თქვით ვიღაცა ტირის ვიღაცა ჩხუბობს და ასე შემდეგ იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში წასია შავ-თეთრი გმირები აქ არ არიან მათ შორის გილგამეში ეს არ არის იდეალური ადამიანი ჩემი აზრით რა თქმა უნდა მე რო კითხულობდი ნუ ფიქრობდი რომ რაღაც ამბებში რაღაც უცნაურად იქცევა ეს რბილად რო ვთქვათ ეს ადამიანი მაგრამ ამის მიუხედავად მას აქვს რაღაც კონკრეტული გეზი თავის ცხოვრების აღებული ისეთი რაც მას ხდის ისეთი ტიპის პროტაგონისტად რომელსაც ბევრი ადამიანი შეიძლება გულშემატკივრობდეს კიდეც ვიღაცისთვის შეიძლება ის სრულიად მიუღებელი იყოს. ანუ ფსიქოლოგიური შრე ამ ნაწარმოებში საკმაოდ კარგი და ღრმა არის.
რო კონდეს დრო ჩავშალოთ თითოეული ფსიქოტიპი, კარგი იქნებოდა უბრალოდ ეხლა ამის მინდა რომ რაღაც ყველას დაგვრჩეს რაღაცა დრო დისკუსიისთვის და ამას აღარ შევეხები, მაგრამ ტექსტში არსებობს ეს ერთი შრე. მეორე შრე, რაზეც შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ, ეს არის ისტორიული კონტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ისტორიული რომანი, კლასიკური გაგებით, იმიტომ რომ ისტორიული რომანი რაღაცა სხვა არის, ამ ტექსტში ისტორიული ელემენტები არსებობს და ეს ისტორიული ელემენტები არის გადადის მესამე სიმბოლურ შრეში, სიმბოლურ ისტორიულ, ასე ვთქვათ, ნაწილში. როდესაც ბესომრაც ახსენა, ეს არჩევანი, პოლიტიკური არჩევანი, თუ რა ვიცი, რაღაცა რა ტიპის არჩევანი რაც არ უნდა დავარქვათ, ტექსტში ცხადად არის წარმოდგენილი. და ცხადად არის წარმოდგენილი ამ ქვეყნის ბედიც ჩვენი რაღაცა ერთგვარი თითქოს რაღაცა დაწყევლილი ისტორიული რეალობა, რომ საითაც გავიქეცი, იქითკენ წავიქეცი ამბავი, აქაც ამ ტექსტში რაღაცნაირად თითქოს იკითხება. და იკითხება კიდევ ის, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ადამიანები, როგორც ნაფოტები, აი ხეების აქცევისას, ისინიც მიყვებიან ხოლმე თავისებურად. კიდევ ერთი შრე და მე მგონი ერთ-ერთი მთავარი შრე ამ ტექსტში ეს არის ერთგვარი მითოსური შრე და მე რაღაცა პატარა ჩემთვის მოვინიშნე, აი გეტყვით რა მინიშნებებს იძლევა ავტორი. ჩემი აზრით, ეხლა მე ყველა ტექსტი მოკლედ 2/3 ავტორს ეკუთვნის, 1/3 მკითხველს, როგორც ჩვენ ხედავთ, ჩვენს თანამონაწილეები ხდებით ამ ნაწარმოების შექმნის პროცესში ამბის და იმედია რომ ძალიან არ ავწდებით რეალობას. აი მაგალითად ეხლა რატო ქვია გმირს გილგამეში? აი სულ ფიქრობდი რომ რატო მაინც გილგამეში, ეს ხო არ არის ისეთი სახელი, რომ ლოგიკურად შეიძლებოდა დაერქმიათ პერსონაჟისთვის და თავიდან მე ჩემთვის ცოტა ისეთი უხეში სახელი იყო, სიმართლე რომ ვთქვა, არ მომეწონა, ვთქვი რომ ეს სახელი ამ გმირს არ უხდება, მაგრამ როდესაც ჩავედი მე ბოლოში და როცა მოხდა ის არ გასპოილერებთ, არ გიყვებით რაზე ბრაზდება ბევრი ადამიანი და როცა მოხდა ის რაც მოხდა, მე მივხვდი რომ ამ კონკრეტულად ამ პერსონაჟს აქვს უჭირავს ხელში რაღაც გასაღები, რაც თელ ტექსტს ხსნის და აღებს ამ კარებს. აი ახლა ნახეთ სიმბოლური სახელი ამ გმირისა, გილგამეში. გილგამეში გამოხატულია ხოლმე ზოგადად აი უძველეს სტელებზე თუ რაც ქვია, ესე იგი ლომთან ერთად. ანუ ეს არის სიმბოლო ძალაუფლების მქონე ადამიანის, რომელიც იცავს ყოველთვის სიმართლეს. ის უშვებს შეცდომებს, ის არ არის იდეალური გმირი, მაგრამ ის დგას, ანუ კონკრეტულ მომენტში ირჩევს სიმართლის მხარეს და მას ეს ძალაუფლება, როგორც სიმბოლო, ასე ვთქვათ, ეს ლომის სიმბოლო, ასე ვთქვათ, ლომ მეფესაც ეძახიან ხოლმე, მას ეს ძალაუფლება გააჩნია. მეორე ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს არის უკვდავი გმირი, გილგამეში არის უკვდავი გმირი, რომელიც სიკვდილს მაინც ვერ გაექცა, ანუ მიუხედავად ამ თავის უკვდავებისა, უკვდავი გმირის ამ ტიპაჟისა, ის მაინც ვერ გაექცა სიკვდილს. და ამის ნიშანი სწორედ ეგ არის, რომ შენ ანუ ამ წრებრუნვაში გასაქცევი მაინც არსად არ გაქვს. შენ შეიძლება ხარ უკვდავი გმირი, მაგრამ შენ უნდა მოკვდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი უკვდავება აქ მაინც დასრულებული არის, ხო? აი ეს ციკლურობა, ეს ლუკა გილგამეშის ამბავი, სწორედ აი ამ გასაღების ჩემთვის ეს გასაღები მოერგო, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა ტიპის სიმბოლოს. კიდე ერთი სიმბოლო საინტერესო არის ის, რომ გილგამეში ითვლება, ესე იგი, ურუქის ამშენებლად. და ეს ამბავი, აი სადღაც რო ის სასახლის აშენება რო დაიწყეს, ხო? ესეც პირდაპირ მინიშნება იყო ჩემთვის რაღაცნაირად, არ ვიცი, ხანდახან ინტუიციური ისიც არსებობს, ასე ვთქვათ, ინტუიციური მიგნებაც აქვს მწერალს, შეიძლება ეს ჩანაფიქრი არ ქონდეს, მაგრამ ინტუიციით ის წერს ისეთ რამეს, რასაც მე სხვა ხვდება, ვთქვათ, პირობითად მკითხველი. ეს ურუქის აშენება, ეს ურუქის ამშენებლობა ითვლება იმათ, რომ ეს არის ცივილიზაციის, ეს არის რაღაცა ტიპის განათლების და რაღაცა ტიპის წინსვლის შემომტანი პერსონაჟი. იქაც სწორედ ეგეთი ადგილს არირჩევენ, ანუ იმ ხარეში ახლა ეს ასეთი ტიპის აი რაღაცა ისეთი ხო, არასტანდარტული სასახლე რასაც აშენებენ, თქვათ, ხო? ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. ეს არის სწორედ ეს რაღაცა ტიპის სიახლის, მისი რა ქვია, ცოდნის და განვითარების სიმბოლო, რომელიც აქ შემოდის. ბატონო? ხო, რაღაც არ ვიცი ხა ევროპის არის თუ რა რისია, მაგრამ მოკლედ ეგ არის. კი ბატონო, ენკიდუ ეს თანამგზავრი ამ ჩვენი გმირის და
ეგ მომენტი მე უთხარი მაშინ მამას ვიმოს რომ ჩემთვის არ იყო დამაჯერებელი ის სიკვდილი არიადნასი როგორც ის მოკვდა მე არ მჯერა ასეთი სიკვდილის ნუ არ ვიცი ხო შემიძლია ჩემი ეს აზრი მქონდეს და სიმართლე რომ ვთქვა დამენანა კიდეც ასეთი სიკვდილისთვის ეს პერსონაჟი რომელიც ამ ტექსტში ჩემი აზრით ყველაზე კარგი პერსონაჟი არის ჩემი გადმოსახედიდან საუკეთესო პერსონაჟი აქ ეს არის ეს გმირი არის და მაგრამ ეს არის მინიშნება აი ამ ესე იგი ამ ენქიდუს ნაწილზე თანამგზავრი იმისი რა ქვია ამ ჩვენი გილგამეშის რომელმაც რაღაცა ვთქვათ აი გამოიწვია ის რომ გილგამეშმა პირველად დაინახა სიკვდილი და ამას მოყვა მერე მისი ტრანსფორმაცია, მაგრამ ამ ტექსტში ეს პირიქით შეტრიალებული არის. ანუ ჯერ იმ ძველ ტექსტთან თუ გავარვით პარალელს, ჯერ ენქიდუ კი არ ყვდება და მერე ვთქვათ გილგამეში კი არ ხედავს ამ ამბავს. აქ პირიქით გილგამეში ხდება სხვისი ტრანსფორმაციის გზა. და ეს იყო საინტერესო ამბავი, ანუ აი დრამატურგია რაც ბესო მახსენა, ამ დრამატურგიულ სცენარში, ასაც მე აქაც ვასწავლი ხოლმე. პირველი ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ თანამგზავრი, ასე ვთქვათ, აი ეს გმირის ყველაზე მეტად საყრდენი ვინც არის, ჩვენ ვეძახით ხოლმე მას პერსონაჟ ქალღმერთს, უნდა მოკვდეს, რადგან თუ ეს შემაფერხებელი ხდება განვითარების და გმირის განვითარების და ტექსტის განვითარების, მაშინ ის უნდა მოკვდეს და ამ ლოგიკით შესაბამისად ჩვენი ასე ვთქვათ, მაინც სპოილერი გამომივიდა, მაგრამ არა უშავს. ხო, ჩვენი გმირების რაღაც ეს ამბავი, ეს სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილი, უკვე ახსნადი არის და ეს უკვე შემთხვევითი ამბავი არ არის და სწორედ ეს ხაზი ესე შემიძლია დავასრულო ჩემი მონოლოგივით, რაც ბოდიშიო ძალიან გაგრძელდა, რომ ეს გმირი უნდა მოკვდეს. სხვა გამოსავალი იმ მომენტში უკვე აღარ რჩება. ეგ არის, ეგ ამბავი არის. უბრალოდ მე ვერ დავიჯერე არიადნას სიკვდილი, ჩემთვის არ იყო ეს დამაჯერებელი ამბავი. მე პირადად დავტოვებდი ჩემი არჩევანი ყოფილიყო. არიადნას ამბავს ესე დავასრულებდი. ბიბლიაში არსებობდა ასეთი ტიპის ცოდნა თუ როგორ თქვა, რწმენა, რომ შესაძლებელია მოხდეს ადამიანის ხელახლა დაბადება ოღონდ მხოლოდ ადამიანად. ეს არ არის, ასე ვთქვათ, რეინკარნაციის იდეა, არამედ ესე რაღაცა ტიპის იმებს სჯეროდათო, ესეთი აზრი არსებობდა ოღონდ რაღაც ჯგუფში, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს არ იყო მირებული ცოდნა და რაღაცა ამასთან ბმა დავიჭირე მე ამ ტექსტის, რა თქმა უნდა, აქ რეინკარნაციაზე არ არის ლაპარაკი, ამ გმირის ხელახლა დაბადებაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ თუ თქვათ ამას სულიერი თვალსაზრისით ჩვენ წარმოვიდგენთ, ამ შემთხვევაში სიტუაცია იცვლება, რომ ადამიანი ანუ იდეა, არა ხორციელად დაბადება, არამედ იდეა შეიძლება ხელახლა სადღაც დაიბადოს, რომ კიდე ხელახლა განმეორდეს. ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე, რომ აი ახალი, რა ვიცი ვთქვათ, ის დაიბადა დავით აღმაშენებელი ან ახალი ხო, ილია ჭავჭავაძე და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე ხშირად. ამიტომ იდეა შეიძლება ხელახლა დაიბადოს. გილგამეშის იდეა ხელახლა შეიძლება დაიბადოს, ეს უწყვეტობა ჩანდა ამ ტექსტში ჩემთვის. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და ეხლა ვის აქვს სურვილი რომ საკუთარი აზრი სოფო იყო რიგში. კი ბატონო. სოფო გთხოვ რომ აი იქით მხარე დაიკაო და სპიკერებიც ვინც გამოვახომებ, რაღაცა ესეთი ვარიანტი გავაკეთოთ რომ ვიზუალი დაგვრჩეს. გამარჯობა. ანუ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პარალელები ნამდვილად, ანუ ძირითადად ამასთან დაკავშირებით ავაგებდი ამ ჩემს შეკითხვას, ანუ წარსული ორგანულად როგორ ერწყმის აწმყოს. ეს 200 წლიანი პერიოდიც მაინტერესებს, ანუ რამე გათვლები გქონდათ ამასთან დაკავშირებით, რატომ აიღეთ ეს 200 წელი? ანუ 200 წელი თითქოს ის დროც არ არის, რომ რამე უშუალო მეხსიერება რჩებოდეს, ანუ წარსულს და აწმყოს შორის, მაგრამ ისტორიისთვის არც ისე დიდი დრო არის. ანუ ფაქტიურად გვაქვს მუხის ხე, ნორჩი მუხის ხის ქვეშ არიადნა და გილგამეში ხვდებიან ერთმანეთს და შემდეგ უკვე თანამედროვე ლუკა და ლილია ხვდებიან იგივე მუხის ხის ქვეშ ერთმანეთს. აი და კიდევ ჭრილობის საკითხი მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გვანან ეს გმირები ერთმანეთს, ჭრილობა აქვთ ორივეს ზუსტად ერთ და იგივე ადგილზე. აი ამას როგორ აგვიხსნიდით?
ანუ რა გაქვთ ამაში ჩადებული? იმიტომ რომ ის მონოლოგი იმდენად საინტერესო იყო, რომ ბევრ კითხვას უკვე გაიცა პასუხი და რაც დამრჩა. აქ ისიც იყო, რომ აი რომ დაიწყე დაწერა რაღაცა ესე. ზოგადად წარმოსახვები ალბათ ის ყველა მე მახსოვ და წარმოსახვები ყოველთვის ისე მაქვს ხოლმე ძალიან ეს სულ მქონდა და ისა მე ჩემს სულ თანამედროვე ბერმუნაზონა და ზოგადად სასულიერო პირები ძალიან ხშირად ვითავსებთ წერილობას და პრარაბობასაც ისე წყალში ახლა თხოვნობით და სულ რაღაც შემდგომში ვერ მოვიცაი და მე ამ წიგნის დაწერა რომ დავიწყე საერთოდ არ მქონდა ამის გახმაურება იდეაში და ისა უბრალოდ დავიწყე რაღაცა და კარგად წამოვიდა ეს ადრე მე რამდენიმე წერილი მაქვს და ბეჭდილა კიდეც ის წერილები რამდენიმე წინში ისე ფერად არა ეს წინი რომ დავიწყე ისა და მე რაღაცებს სხვა ბრელებს ახლობლებს ლიტერატურასთან შეიძლება ახლობყოფა და მე რაღაც ნაწყვეტებს უკითხავდი გადაწყვეტილება იდეა მქონდა რომ ამას თუ დავწერდი თუ ის რაღაცა ზომის მაინც რაღაც ემოციას გამოიწვევდა ანუ ჩემი აზრით თუ ემოციას თუ ის რაღაცა ფასეულობა თუ ფასეულობა იქნებოდა მაშინ შეიძლება გამიგრძელებია სხვა მხრიდან თუ დავკეცავდი და შევინახავდი და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი და ასე და რომ დავიწყე უკვე მოდიოდა რაღაცა აი ძალიან ხშირად რაღაც შემოიტყვა სუსტად მე წერის დროს მომდიოდა იდეა სიუჟეტი ასეთი. თქვენ რაც შემეკითხეთ აი ამ მუხასთან და გამშერეთ ეს მაინტერესებდა ზოგი ამჩნევს ზოგი ვერ. მე არ ვიცი ეს ლიტერატურაში სხვებს გამოყენებული აქვს თუ არა საერთოდ ზოგადად, მაგრამ ესეთი რამე გავაკეთე უბრალოდ ერთი განსხვავება. იქ არის 200 წლის მუხა და იქ არის ნორჩი მუხა და სპეციალურად მაქვს ჩასმული და ცოტა ხაზგასმული არის წინში ცოტა მუხათაა რომ ეს რაღაცა ესეთი ის ყოფილიყო და აქაც ყოფილიყო კავშირი ამ ამბავთან და თვითონ ეს ისიც ეს 200 წელი ეს განსხვავება შეიძლება რაღაცა სხვა არაფერი აქვს შეიძლება გურამ საოცარ რაღაცა მითხრა ხა ამაზე ვიფიქრო რომ ინტუიცია რაღაცა ინტუიციებია და ძალიან ხშირად მართლაც ესე იყო ხანდახან ყოფილა ღამით უწერდი ამას და საერთოდ ტელეგრამში ვერ დავწერდი ხან მოდიოდა თვითონ და მოდიოდა და ესე არ ჩერდებოდა კალამთან ცოტა ზარმაცი ვარ იმიტომ ესეთი წარმოსახვები მაქვს ძალიან ბევრი ზოგი უბრალოდ მეშინია რაღაცის დაწყება თუმცა რაღაცები დაწყებული მაქვს მოთხრობები მათ შორის ესეთი ფსიქოლოგიური დრამა მაქვს ის დამთავრებული სრულიად სხვა იმისი და აი ეს 200 წელი არა უბრალოდ რომ დავიწყე მე მინდოდა ეს თანამედროვე დრო რადგანაც გილგამეში და ლუკა ერთი და იგივე ადამიანია რომ თქმა სულიერად ერთი და იგივე ადამიანი რომ ეს ძლიერი საოცარი გმირი რომელიც ესე ტრაგიკულად იღუპება და ასეთი ის ხდება ეს მძიმე ტრაგედია, მაგრამ მე პოზიტივი მიყვარს და სულ პოზიტივი და მას ის ისევ გავაცოცხლებო, რა თქმა უნდა, სულიერად და ხორციელებსაც ისეთივია. ეს რაღაცა გენეტიკური ის მინდა გავაკეთო ეს ბმა, ეს ლუკაოჩიაური, რომელიც ესე იგი და შესვითან უმეტესობა მიცის და იცნობს კიდეც ამ წიგნის ამ თავარ გმირს იგივე გილგამეში ან ლუკას ყავს ნამდვილი პროტოტიპი. უმეტესობა იცოდნენ მასში აქ აღზარდება, მაგრამ ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი არის და ამიტომ ხასიათების, ქცევების, სისუსტეების და დადებითი ამბების გარეგნულადაც კი იგივე არის ზუსტად აღწერილი და ის ნაწიბური რო აქვს, გავზე ზუსტად იგიც აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ 10 სექტემბერსაა დაბადებული. როდესაც გილგამეში გარდაიცვალა ისე რო იცოდეთ ეს სხვათა შორის ამბობს ამბობს. არა, აქ არ არის. აქ არ არის ვიცი. ხო, მიახლოებით შეიძლება მე ჩართვას გავაკეთებ. მეც თუ შეიძლება ახლა გამოგჩეთ ხო. ხო, ეს ნაწარმოები ხა რო ამბობდი რომ პროზა სახლის შენებასაც არის ეს რაღაც პოეტური ის აქ რაღაც სიმძიმე თუ სიმსუბუქრე და ეს განაპირობებს რას რომ
რომ ამბობ რომ აი გურამი ასწავლის აქ და მეც იგივეს მასწავლდნენ რომ აი დიდი ნაწარმოების დაწერას გარკვეული სქემაც ჭირდება და გარკვეული რაღაც ისეთი ჭირდება ეს პოეტები ლექსებს ეგრე არ წერენ პირველი სტრიქონი განაპირობებს მეორე სტრიქონს შეიძლება სულ სხვანაირად აი ესე წავოვიდეს ესე ნიაღვარივით რაღაცა ეს ნაკადი რა მოკლედ რა და ყოფილა შემთხვევები ლიტერატურაში რომ ძალიან იშვიათი მაგრამ აი ეს დიდი რომანების დაწერილა ამ პოეტური იმის მიხედვით, წესის მიხედვით და რაღაც გამოსულა. იქ შეიძლება ამ ნაწარმოებებს ნაკლი ჰქონდათ, რომ რაღაცეები არ იყო დაცული, იქ რაღაც ის ჩვენ ვიცით პროტაგონისტი და ის სად არის და ის რა სიმძიმით არის და ის სად შემოდის და იქ მოკლედ თელი თანაფარდობა და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგიეროდ აქ არის ეს როგორ ვთქვა, აი მუსიკაში მაგათ ალტერნატიული მუსიკა ეგრე იქნებოდა, ეს პანკი განსხვავებით კლასიკური მუსიკისგან ესე იქნებოდა. რაღაცა წესების რღვევით, რაღაცა ნოვატორობით. ეს ნოვატორობა იყო, რომ ერთ-ერთი უდიდესი ის იყო ტომას ულფი მწერალი ამერიკელი, რომელსაც დიდი 600 გვერდიანი რომანი დაწერა ამ პრინციპით, რომ ერთი წინადადება რო დაწერა, ერთმა წინადადებამ მეორე წინადადება უკარნახა. წიას არ იცოდა რაც და მიყვა და გამოუვიდა ძალიან დიდი, რომლის მაგალითზეც მე მთელი მიეცა მაგალითი იმათ რა ქვია წერლებს, მომწერლებს, დამწყებებს თუ ასე შემდეგ, რომ ასეც შეიძლება. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ეს არის კიდე გზა ალბათ იქითკენ, რომ რაღაც მეორეც დაიწერება კიდე ნახოთ რას მოიტანს ცხოვრება და ჩემთვის ძალიან ის იყო რომ ეს თვითონ ეს პოზიცია და ეს ისტორიული კონტექსტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველგან ხდება ხა ემოციებზე ვთქვით, ხა ზოგს გააჩნია ემოციას, ზოგს ხა ჩვეულებრივი რაღაცა უგადრუკი სერიალის იქ რაღაც მომხდარი ასე შემდეგ ურთიერთობებმაც შეიძლება ცნამლი მოყვაროს ადამიანს და ასე შემდეგ და აი ეს ემოცია რაც უფრო ამ ემოციის სიღრმავეს სწორედ ჩემი აზრით ამაგრებს და აღრმავებს სწორედ ეს კონტექსტი. ამის გარეშე კიდე ძალიან ბევრი რამე მოაკლდებოდა ამ ნაწარმოებს ეს უმატებს გაფიქრებს შენ თვითონაც გაფიქრებს რაღაც პოზიციებზე, რაღაც სულიერ პოზიციებზე, შინაგან პოზიციებზე, რაღაც ამ სამყაროს მიმართ ურთიერთობებზე და რა ვიცი მე ვთვლი რომ ეს წიგნი ჟანრულად ესე როგორც რომანი, როგორც ისტორიული, ლირიული თუ რაღაც ჟანრში ალბათ როდეს რაღაც ვინმე ჩატევს ისეთი მკვლევარი და ლიტერატორი და დაარქმევს სახელს ამ მიმართულებას, მაგრამ რა ვიცი, მე ველი შემდეგს და ჩემთვის კიდე ამ წიგნმა ბევრი რამე მითხრა, როგორც წესი, ბევრი წიგნი გეუბნება ავტორის შესახებ, ყველაფერს გეტყვის, აი ნებისმიერი ისეთი ფსიქოთერაპევტი რომ დააჯინო ისეთი მოგიყვება, ვინ არის აი მის დამწერი. ნებისმიერი ავტორი, მე ვიტყოდი, თუ საიდან მე არ იწერს და ChatGPT არ კარნახობს და რაღაცა, ის სწორედ საკუთარი ის ხარ, რასაც წერ. იმას საერთოდ თუ ვინმეღაცისგან არ იწერე, თავის თავს წერ და თავის საკუთარ აი იმ სისხლით მითი წერ თუ ყავამი ხარ ღვთის ხელში თუ როგორც გინდა ისე დაარქვი იმას წერ ყოველ შემთხვევაში შენი გავლით იწერება ეს ყველაფერი და ხო ყველაფერი შენ ხარ ის ქალიც შენ ხარ კაციც შენ ხარ ყველაფერი შენ ხარ იმ სახელების და ასე შემდეგ და დანარჩენი რავი წასაკითხია უბრალოდ მე გითხარით რომ მეორჯერ დავიწყე ჯერ მეორჯერ არ გავსულა ბოლოში მაგრამ აი მეორე დრო დაგაწყებინებს კითხვას ესეთი წირია და ეგეთები ხავთ ადლობაზე მოდა რაკი ფსიქოთერაპევტი ახსენე გადავცეთ სიტყვა ფსიქოთერაპევტს ბატონ მერას მობრძანდით თქვენ მერაბონია მე თქვენ გთხოვთ რომ ვინც იტყვით რა თუ თქვათ აქ გამოხვალთ ხო თუ არა და ადგილზე თქვენი სახელი და გვარი თქვით და ჩავიწერთ აქ შეგიძლიათ დაიმაგროთ თუ ესეც შეიძლება ანწივით დავიჭერ მას ხელში ესე იგი ძალიან დიდი შტაბის ქვეშ ვარ როდესაც ავიკითხე როდესაც შევედი სხვა სამყაროში ისტორიულ სამყაროში იყო ძალიან სასიამოვნო მკითხველი ხო უცნაური ვიღაცაა კითხელი ხო შედის იმ რეალობაში და იქ იწყებს თვითონ არსებობას და სიცოცხლეს ასე რომ ნაწარმოები მხატვრული ალბათ არ არის მარტო ავტორი და მარტო პერსონაჟები ეს ნაწარმოები მეც ვარ როგორც მკითხველი და მეც მაქვს რაღაც საოცარი განცდები, ტკივილები, წუხილები, სიხარული
და პრეტენზიები ავტორთან. ხო, იმიტომ რომ არის რაღაცა დიდი გულის ტკივილი. ისე წარმოიდგინეთ ამ თანამედროვე რეალობიდან გადადიხარ ისეთ საოცარ პერიოდში, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ესე როგორც ბევრისთვის და მიხარია ძალიან ისეთი ენა, ისეთი მარტივად და კარგად მიდის ყველაფერი, რაღაცა თითქოს არაფერი ნაძალადევი არ არის და ხელოვნურად მოგონილი და მოკლედ ბედნიერი ხარ. გინდა რომ ეს ამბავი გაგრძელდეს, რატომღაც ჩვენ ხო ბედნიერებისკენ ასე ვთქვათ ამის მოსურნე ხალხი ვართ და ეს გვინდა. კარგი რაღაცა გვინდა იქ. ხო და ეხა სიკვდილს არ ველოდები, პირდაპირ გეტყვით. ესე იგი, იქ რაც ხდება, მე რაც ხდება, ხო, აი ჩემთვის არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გაბრაზების საგანი. ხო და სრულად მიუღებელი. მე მინდა რომ გულწრფელი ვიყო, ხო? ხო, იმიტომ რომ მე ვგან ყოფილა ესე იყო ერთი რეჟისორი და არის და ღირსება კარგად ამყოფოს, მითხრა რომ აი ჩემი ფილმის ნახვა, მინდა რომ ნახო, იყო ამ ფილმის პირველი ჩვენება და ის საკმაოდ ცნობილი ხალხი იყვნენ პროფესიონალები და ის ჩემ გვერდით ისდა ჩვენების დროს და როცა მითხრა რომ აზრი ჩემი აინტერესებდა, მე ვუთხარი რომ როგორ გითხრა მეთქი ხე, კაი რაღაცები გელაპარაკო, მოგატყო თუ რასაც ფიქრობ. არა, რასაც ფიქრობ. ხო და მაშინ მოკლედ ძალიან მძიმე რეალობაში აღმოჩნდით მე და ეს ჩემი მეგობარი და მე ვუთხარი რა საჭირო იყო ეს ხიჩკოკი მეთქი რა მითხარი თქო. აი რა საჭირო იყო ეს ამბავი. იქ არის ასახული ჩვენი ცხოვრების ყველა მანკიერი რეალობა, რომელიც იმდენად გადაზეპირებული და გამოვლილი გვაქვს, რომ აღარ მინდა იქ შესვლა ისეთი ნაწარმოების საყურებლად, რომელშიც ახალი არაფერია, ცუდ ხასიათზე განგაწყობს და არ ვიცი, ლანზვაგინების ხასიათზე შეიძლება დაგაყენოს. და როცა უთხარი, იცით რა იყო, იქ გამოსავალი არ იყო. იქ იყო ისეთი სიტუაციები, სადაც შენ უნდა მითხრა შენი სათქმელი გამოსავალს, რაც მე უნები როგორც ავტორი ას ვთავაზობ, ხო, მე მკითხველს. და არ იყო. მთლიანად იყო მოცემული ჩვენთვის გადასაწყვეტად, რომ როგორ უნდა რა მოხდება მერე. როცა 3 თუ 4 ადამიანი რევოლვერს შუბლთან მიიტანს და ამით დამთავრდება ფილმი. ახლა შეიძლება არ დაგეძინოს მარტო ის ღამე არა. ხო და რა მითხრა ეს ეთყობა ძალიან შევეხე რა, როცა რაღაცა ესე ჩემი სიმართლე უთხარი და მითხრა რომ აი თქვენო გააქვთო მერე გამოსავალიო სამღვდელოებასო? მე მითხრა და მე საკმაოდ მოხერხებული კაცი ვარ და სამღვდელოებაში ვარ და თან არა ვარ სამღვდელოებაში. რას მეთქი მე არა ვარ მეთქი და რატო არა? კი გვაქვს მეთქი გამოსავალი. როგორ არა გვაქვს და შენი სიტყვა თქვი თქო რა. ხარ რეჟისორი და რაღაცა შენი თქვი, ხო? დოკუმენტალისტი ხო არა ხარ, აღწერი ამბების, ხო? ამიტომ ესეთი პრეტენზია მქონდა რა, გულწრფელი მე მასთან რა და კი უთხარი რაღაცა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ესე გულში სერიოზულად სხვა ფილმს რო გადაწყვეტ მეთქი, მანამდე ეგება რაღაცა გაია პატარა კონსულტაცია ჩემთან თქო და მოიგებ მეთქი მე ვთხარი და ბევრი პრიზები აქვს აღებული საკმაოდ ისეთია რა, პოპულარული ეს მისი ნაწარმოებები. მაგრამ მე და ძალიან შემაღონებელია სიმართლე რო გითხრათ რა. და აქ მქონდა ესეთი ფრუსტრაცია, როდესაც ეს გმირები ასე კვდებიან. დღემდე ვერ მეგობრობ მაგ ნაწილთან და არ შემიძლია ამის მიღება, იმიტომ რომ ახლა გეტყვით რატო. იმიტომ რომ იქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მე რაღაც გაგზელება იყოს, ხო? როგორც ჩვენთვის ძვირფასი ოკუპანტების სცენაზე არის продолжение следует. ხო და მოკლედ იქ продолжение არ არის. და ეს გაგზელება კიდე არის შემდეგ გმირებში, მაგრამ ძალიან გინდა როგორც მსმენელს, თუ ეს მკითხველს, რომ
იქ რაღაც სიკეთე მოხდეს რა, პატარა 64-ის ენერგეტიკას ხო შეიძლება შევიქცნოთ იქ და ანუ ხდება ყველაფერი, შენდება შენობა, რაღაცა სასწაული კოლოსალური ენერგია იხარჯება იმისთვის, რომ შეიქმნას ის გარემო, სადაც ესენი თავისი ურთიერთობით და სიყვარულით დატკბებიან, ეყოლებათ შთამომავლობა, ანუ აქ რაღაცა ღვთაებრივი პრინციპის გაიმარჯვებს, რომელიც ჟღერს ასეთი სიტყვებით რა აღორძინდი და გამრავლდი და ეუფლეთ ქვეყანას და ასე შემდეგ და ბრახტა უცებ ეს თავდება ეს ამბავი, ეს ძლიერი მეომარი და მებრძოლი კაცი, რომელიც რაღაცა ის მასიურ სცენებში ძლიერია და მთელი ამბავი, აქ რაღაცა ძალიან მარტივად ფუჭდება, ასე რომ ვთქვათ რა და ჩემთვის არის მიუღებელი და დაუჯერებელი და ვერ წარმოსადგენი, რომ ისეთ ელემენტარულ პატარა რაღაცაში ის ვერ გათვალა, რომ თვითონ აუცილებლად უნდა შეინარჩუნებინა სიცოცხლეც და სხვაც უნდა გადაერჩინა. ხო პროფესიონალია რა, ხო არ არის რაღაცა ისეთი ახალი დამწყები მეომარი და მეომრის არქეტიპი არის მათ, ურამ ახსენა ეს არქეტიპები, ფსიქოტიპები ახსენა, მაგრამ არქეტიპული რაღაცა არის, ხო? მეომრის არქეტიპია. მეომრის არქეტიპს აქვს ისე როგორც სხვა არქეტიპებს თავის განვითარების სხვადასხვა საფეხურები. არის დაბალი განვითარება, არის საშუალო, არის მაღალი. ხო და რაც ამას შეესაბამება ამ პიროვნებას თითქოს ისე არ მიდის. მანდ მე არ ვითარდება მოვლენები და არ ვლინდება, რომ არის თუნდაც საშუალო განვითარების დონეზე. და ძალიან დასანანია, იმიტომ რომ თქვენ ახერხებთ იმას, რომ ჩვენ გმირები შეგვაყვაროთ და მე რაღაც კატასტროფისთვის გვწირავთ ჩვენ და რას გვერჩით გამაგებინეთ. ხო და ესე იგი ნუ წიგნის კითხვა შევწყვიტე რა და აღარ მინდოდა გაგრძელება და მეც აი რაღაცა ხო იცი რაღაც მოსროლა რო გინდა რაღაცის, მაგრამ ეს იცი ნაწარმოების მნიშვნელობაზე მეტყველებს სიმართლე რო ვთქვა, ხა თითქოს ასე ვლაპარაკობ მე და სინამდვილეში მახსენდება იყო მგონი ოტელოსა და დეზდემონას სცენა და მოკლედ ისე შთამბეჭდავად ითამაშეს იქ ეს სცენაზე ამ მსახიობებმა, რომ მაყურებელმა ოტელოს ესროლა და მოკლა ეს მსახიობი. და ისა რა ქვია მერე ეს კაციც მოკლეს ესე იგი რა და ეს აფექტში ესე იგი შეიძლება კიდე ვიღაცები მიეყოლებინა და ამიტომ მოხდა ისე რომ ესე იგი ერთად დაუკრძალიათ ესენი რაღაცა მახსენდება. ხო და ესე იგი იქ ეწერა რომ აქ განისვენებს დიდი მწერალი და დიდი მაყურებელიო. რეალურ ამბავს გიყვებით, ხალხო არ ხუმრობ და ეს არ არის ჩემი იუმორის ნაყოფი. ნამდვილი ამბავია, ხო და რაღაცა ესეთი იყო, იცი რომ შეგძრავს, ესე იგი ალბათ უკვე კარგია, ხო, ჩემო. გაკეთებული მაქვს. მაგაზე ნამუში ვარ. ნამდვილი. ხო და მე უკვე ეს თანამედროვე ისტორია რაღაცნაირად აღარ გაინტერესებს. 64-ში შეგიყვარნა 64-დან ბრახდა ისე გამოდიხარ და აღარ გინდა არცაც წასვლა და ნუ მე რა თქმა უნდა კითხულობ ამ თანამედროვე ამბავს და იქაც მაქვს ერთი საოცარი გაკვირვება და გაოცება, რომელიც ლუკას უკავშირდება, რომ ლუკას და ამ ნინის ურთიერთობას და მე ესე ვთქვათ, ლუკა შეყვარებული ამ ლილიაში, ხო სწორია სახელი. ეს ლილიას არ მომშორდა ეს ლილია ბრიქსის ამბავი იქა. ხო და რატო ეს ლილია მაინდა-მაინც ვიზახავდი კაცო რა არის ეს სახელი, ხო და ესე იგი იდეალური ამბავია, ამასაც გენიალურად წერთ თქვენ, რომ აქაც რაღაცნაირად ჩართული ხარ რა ამ სიყვარულის ამბავში და გიხარია, რომ ამათ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მე როდესაც ნინის თემა იშლება, რაღაცა ცალმხრივი სიყვარულის ამბავი და მოკლედ ეს ბიჭი რაღაც ძალიან პატიოსანი არის, ხო და იმას მოკლედ არტოვებს თავისი ყურადღების და სიყვარულის მიღმა და თითქოს ასაჩუქრებს მისი ურთიერთობით მასთან. აი რაღაცა გაუგნება იყო კიდე მეორე ჩემთვის ეს ამბავი, რომ აქ რაღაც საოცარი სიყვარულის ისტორია და უცებ ბრახტა აბსოლუტურად სადღაც მივდივართ, არ ვიცი სად მივდივართ, ეს ინდოეთია, ირანია თუ სადა ვარ, აზია რა ვარ. ხო და იყო რა ძალიან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე ამან, რომ აი ახლა ფსიქოთერაპევტი ვარ და რამდენად
რამდენად დამაჯერებელი ამბავია, რომ შენი სიყვარულის ფონზე, როცა ესეთი ძლიერი სიყვარული გაქვს, რომელიც არის უბიწო და წმინდა და რაღაც ესეთი, ახლა თუ ესეთი არ არის, მაშინ ის სიყვარული საერთოდ არ არის ჩემი აზრით. არის თუ ჩამორჩი ხა მე ცხოვრებას და ძალიან ბნელა ჩემთან, მაგრამ ესე მგონია, ხო და უცებ ხდება აქ რაღაცა ამ ნაბიჯის გადადგმა, მე მიდის ამ გოგონასთან, თავის შეყვარებულთან და იქ გრძელდება ყველაფერი, კაქნი მივალა, აი ესე გენიალურად და ზღაპრულად და მე დავრჩი პირღია, ასე ვთქვათ. ეს მეორეჯერ და ეტყობა თქვენ მოგწონთ საზოგადოების გაკვირვება, თუ რა ხდება გამაგებინეთ. ხო და ძალიან საინტერესოა. მე მართლა გითხრათ, კაი დრო დამჭირდა, რომ ესე იგი მოსულიერებულიყავი. ხო და მე გურამს დაურეკე და ძალიან შეღონებულად უთხარი ეს ყველაფერი რაც ახლა მოგასმენინეთ, მაგრამ მაშინ რა ემოციური განწყობას მქონდა, კიდე კაი იმას არ უსმენთ იმ მერაბონიანს ახლა თქვენ. ხო და მე მინდა რომ დიდი მადლობა გითხრათ, მე საერთოდ ძალიან გამიკვირდა ამ რომანის შექმნა სასულიერო პირისგან და ხო იცით როგორ იფიქრებს ადამიანი რომ რაცო არ ვიცი როგორც თქვენა თქვით, ხო? ისა რა ქვია в Техасе должны грабить только техасци, თუ როგორ არის? ხო და ნუ მოკლედ გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რა, აღმოჩენა ხართ ამ თვალსაზრისით და აი ისე იდეალურად შეიძლება შეიყვანოთ ადამიანი იმ სამყაროში, რომ აი მეტი რო არ შეიძლება და მე ძალიან დამაკლდა. რა დამაკლდა გეტყვით კიდე. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. ეს იგი აი იმ ისტორიულ რეალობაში რო გადაგვიყვანეთ და შეგვიყვანეთ. ძალიან საინტერესო იქნებოდა იქ ის პერსონაჟები რო გაცოცხლებული იყვნენ რაღაცა თავისი ღრმა შინაარსითა და აზრით. აი რო გინდა რა ამას ელი რაღაცა აი ცოტა მეტი პირადი ნაცნობობა რო გქონდეს, თქვათ იმ 24 წლის თუ 25 წლის გრიგოლ ორბელიანთან, ან ნინო ჭავჭავაძესთან, ჩემო ბატონო, ან კიდევ ვიღაცებთან, ხო, ვინც არიან იქა და ესეთი საოცნებო ადამიანებია და ისეთ სამყაროში გადაგვიყვანეთ ჩვენ, რომ რაღაცნაირად ეს დამაკლდა რა და ეს კი იქნებოდა ძალიან კარგი. ეტყობა ეს სამზადისი არის შემდეგი ნაწარმოებისათვის, არ ვიცი. ყველაფერი ერთ წიგში ხوار დაიწერება, მაგრამ ეს ძალიან დიდი სურვილია რა. ეს შესანიშნავად გამოგდით თქვენ. შვენივრად გამოგივიდათ და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი მიახლება მოხდა იმ წარსულთან. სადაც თითქოს ეს ყველაფერი გაცოცხლდა, მაგრამ აი ეს დეფიციტის განსტავი მაინც დამრჩა. ეხა ამით ალბათ შემოვიფარგლები მე, თორე ნამეტანი არ გამომივიდეს ბევრი ლაპარაკი და მადლობას კიდე ერთხელ მოგახსენებთ, რომ ესე იგი ამას თქვენ ყურადღებას ანიჭებთ. მე მინდა გითხრათ, რომ აი განმეორებების თემა აქ იყო ხო მაგაზე საუბარი, ხო მე რო გრძელდება ეს ლუკაში და თითქოს გილგამეშის ამბავს ის აგრძელებს, მაგრამ რაღაცა ცოტა ხელოვნურადაც მეჩვენა რაღაცეები უნდა გითხრათ პირდაპირ და ისე რეალურად ნამდვილად არსებობს ეს, რომ ჩვენ ვიმეორებთ ბევრ ამას, რომ არაფერი მართლა არ თავდება, რომ ყველაფერი მეორდება, მაგრამ ამ გამეორებაში სასურველია, რომ ხარისხი იყოს უფრო მაღალი ნებისმიერი გამეორების იმ გამოცდილების თნასაზრდოები, რაც ჩვენ მოყვება, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში ესე არ ხდება. ანუ ფსიქოლოგიაში არის ცოდნა ამ თვალსაზრისით, რომ აი მაგალითად დაბადების დღეები თუ გარდაცვალების და ეს თარიღები შეიძლება გამეორდეს შენ ცხოვრებაში. მამის ან წინაპრების, ან უბედური შემთხვევები, ან თქვათ იქ 2 წლის თუ რაღაც დღესასწაულის დღეები, ეს საოცარი ამბავია. ესე რომ ბოლომდე ჩვენ შეიძლება ადამიანს არ ვიცნობთ და არსებობს ძალიან დიდი ცოდნები ამის შესახებ. ამიტომ ეხლა ნამდვილად გასაკვირი არაფერია მაგდაგვარი, რაც აი გამეორებას უკავშირდება და
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფერთვის. თამარი არის შიგნით მოუსმენთ ეჩქარებო მოსალოდნელად. ყველუგებოდა და თამარს დავაგროვოთ მოგესალმებით პირველ რიგში თამარ დგებუაძე. დიდ მადლობას გადაგიხდით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო. ხა ტექსტის შეფასებაზე მასეთ კომპეტენტური არ ვარ და ვერ შევფასებ, ჩემს აზრს გეტყვით. პირველი რო ვკითხულობდი, აი გუშინ ქალბატონი მას უზიარებდი, თითქოს რაღაცა ბავშვობაში რო წიგნებს ვკითხულობდი დიუმას, აი იქ ისე ვიყავი, განსაკუთრებით ისტორიული ნაწილის. ჩემი გადმოსახედიდან მე პირადად ლუკასა და გილგამეშს შორის ვერაფერი საერთოდ ვერ დავინახე, გარდა ფიზიკური მსგავსებისა. რაც თვითონ წიგნმა მითხრა, თორემ ანუ ისე ვერც გავიგებდი ამით. ჩემთვის ორი აბსოლუტურად განსხვავებული გმირი არის. ლუკა არც ძლიერი პიროვნება არის ჩემთვის, არც პასუხისმგებლობა არ აქვს და ამიტომ გილგამეშთან საერთოდ ვერ ვხედავ. რაც შეეხება გურამარას თქვა ისტორიული ნაწილი, დღევანდელობასთან ვავლებ პარალელს, ჩემი გადმოსახედიდან გილგამეში უბრალოდ ვერ იცხოვრებდა, იმიტომ რომ ის იყო თავისუფალი ადამიანი და იმ პერიოდში თავისუფალი საქართველოს აღარ არსებობდა და გილგამეშის ადგილიც აღარ იყო იმ საქართველოში ჩემთვის და ეგ ნაწილი არის ჩემთვის ის რომ რაღაც გასაღები ვნახო დღევანდელობისთვის რაც განსაკუთრებით მენიშნა არის ის რომ სამართლიანები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავიწყოთ წარსული და ანუ იქ განსაკუთრებით ტაოკლარჯეთში რომ მიდიან, იქ რო ხვდებიან, მე მგონი ასლან იქ მიდის რაღაც საუბარი და იმ დიალოგში არის რომ წარსულის დავიწყებით ჩვენი მომავალს აი სადღაც ეგ არის ჩემთვის გასაღები მთავარი რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს ჩვენს თვალწინ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სამწუხაროდ ამას არ ვითვალისწინებთ. რაც შეეხება კიდე მინდოდა მეთქვა გილგამეშთან მიმართებით რომ აი სიყვარულთან მიმართებით რომ ამ წიგნიდან ნამდვილად მხოლოდ არიადნას სიყვარული ჩანს მე სხვა სიყვარულს მართლა გითხრათ ვერ ხედავ ერთადერთი სიყვარული თავგანწირული არის არიადნასი სხვანაირი მე რა ვიცი არც გილგამეშის მხრიდან არ ჩანს სიყვარული დიდად კიდე რა შემიძლია ვთქვა რომ ნუ ისტორიული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის აი აბსოლუტურად განსაკუთრებით აი ქართველის ბედი მუდმივ გასაჭირში მე ამბოხე ქართველი ჩვენ როგორ ცდილობდნენ რაღაც შეეცვალოთ მუდმივად აი რაღაცა მწარე არჩევანი თურქეთი რუსეთი და საბოლოო ჯამში აი ესეთი სიკვდილი რომ ისევ ქართველმა რუსის და რუსთან შეთანხმებით თავისუფალი საქართველოს სიკვდილი და ანუ გამოიწვა რაც ჩემი აზრით დღესაც დღევანდელი რეალობა არის ისევ ანუ ეს იყო ჩემთვის მთავარი სათქმელი და ის გასაღები ანუ რა რისხის ხელჩასაწიდი რაც ვნახე რომ ნუ რა თქმა უნდა რომ ჩვენ თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ერთიანობა და ქართველისთვის უნდა იყოს რავი მე ესე მესმის და დანარჩენი რავი მეორედ უნდა წავიკითხო ესე იგი და გურამ ვერ დაგიბრუნებ გამარჯობათ მოგესალმებით მრევლი მამკოდიდან გოგა ორჯონიკიძე გამონაკლისები არ ჩვენ არ ვართ წიგნის წერის შესახებ კი გავიგეთ მაგრამ მოლოდინმა გადააჭარბა უпростоრად ხო ნუ შედეგმა გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს ჩვენთვის ახლა მრევლისთვის იქ მოცემული ასე ვთქვათ ფრაზები ხადაგებისეული ასე შემდეგ ეს ნაცნობი და ის წიგნში ნუ ესე ორგანულად შერწყმული აი როგორ ვთქვათ აი ძალიან გასაკვირი არა აი ბუნებრივი იყო რაც ჩემი აზრით თქვენთვის დანარჩენებისთვის უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო და დასაჭერი ანუ ამ ორი პერიოდის შედარებას თანამედროვე და ძველი და შემდეგ ისევ თანამედროვე ნუ ჩემი შეიძლება არ უნდა ვადარებდე ერთმანეთს მაგრამ ეს ისტორიული გაცილებით მაღალ დონეზე დგას ჩემთვის და გაცილებით საინტერესო და როგორ თქვა აი სიღრმისეული საკითხავი იყო ასე ვთქვათ რა აი გურამს დავეთანხმები არიადნა ალბათ საუკეთესო გმირი და ჩემთვის ცოტა გულდასაწყვეტია ის რომ აი მეტი უკეთესი ფორმა ურთიერთობისა რატო არ მოინახა ხო თქვათ ეს თავად ის ხალი
ეს რიგითი თქვა გინდათ რაცა უნდა ვაჟკაცი და წარმოსადეგი და ესეთი და ნუ აი ხო ნუ საბოლოო ჯამში ხარჭობას წამოაძახებენ საბოლოო ჯამში ამ ქალს ხო და ნუ სიკვდილით ეხლა გილგამეშის სიკვდილი ბატონო ასუხსაც იღებენ ხო, მაგრამ აი ჩემთვისაც რაღაცნაირად ცოტა ისეთი იყო რა სახამუშო და ნუ სიკვდილს რაც შეეხება, ნუ გილგამეშის სიკვდილი არ გამკვირვებია და შეიძლება ფორმაც ცოტა მართლა მარტივი იყო, აი ბატონს დავეთანხმები და ნუ არიადნაც ალბათ აი გუნამს უფრო დავეთანხმები, რომ შეიძლება და ნუ რაღაცა ცოცხალი დარჩენილი იყო და ასე შემდეგ და აი ეს 200 წლიანი პერიოდიც აი რაც ქალბატონმა იკითხა აი ზუსტად ბოლოს რაც ითქვა რომ აი რუსეთი და თურქეთი და არჩევანი და საბოლოო ჯამში აი საჭირბოროტო საკითხები დღესაც აქტუალური ჩვენთვის ნუ აი ამით წიგნშიც აქტუალურად ჩანს ასე ვთქვათ რა დანარჩენი აი ხო გეუნებით მართლა წყალივით საკითხავი და კიდე დავეთანხმები დიუმასეული აი როგორ ვთქვა ერთი ხელის მოყოლა აი რო დაიწყებდა დაამთავრე პარდადეგებზე რო ხარ ბავშვი და დაიწყებ დილას გადაშლი და 3 დღეში რომ მორჩებია დინაც იმავე დღეს რო დაამთავრე დიდი მადლობა მამაო და ერთი რა მინდოდა რაც მინდოდა გურამ შენთვის მადლობა მეთქვა აი ამ გარემოში ყოფნა სადაც ღმერთზე შეიძლება ლაპარაკი და იქ უხერხულობა არ იყოს და არა ეკლესიაში რა თქმა უნდა ხო დღეს აი ჩემთვის გასაკვირიც არის სასიამოვნოც არის და გასახარიც არის დიდი მადლობა შენ ამისთვის მინდა რომ შეფასებების იმაში არჩევალ მინდა ნამდვილად ყველა თქვენს და მამა სიმონს ყველას მივუწოდოთ ახტუბოს მამა სიმონთან წიგნის გამოსვლა და მე ძალიან გახარებული ვარ თვითონ თუმცა მე მინდა გითხრათ რომ გაკვირვებული ნამდვილად არა ვარ როდესაც მამა სიმონი ჩემთვის აი ამ კუთხით გაიხსნა როგორც წერალი და შემოქმედი აი მრავალი წლის ურთიერთობა მაქვს მე მამა სიმონთან ძალიან დიდი ხნის და რა თქმა უნდა მას უპირველეს ყოვლისა ყველა ვიცნობთ როგორც ღრმა ქრისტიანული წამსით გამშვალულ ჭეშმარიტ მოძღვარს მაგრამ მამა სიმონი ამავე დროს ახლა ვინც მას კარგად იცნობს ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებით თავისუფალი როიტყვიან აი ეს ცნობიერების საკმაოდ ფართო ესეთი თავისუფალი ჰორიზონტით წარმოსახვის უნარით და მე რაღაცნაირად საქმის კურსში ვიყავი თვითონ ამ პროცესის აი ამ წიგნის წერის თავის ხელნაწერებიდანაც მიკითხავდა ხოლმე რაღაც ფრაგმენტებს და მთლიანობაში ჩემთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი არ იყო რომ აი სასულიერო ესეთმა პირმა უცებ მოგვევლინა იგი ეს სასულიერო ესეთი პირი გვევლინება ამ წერლის სახით კონკრეტულად ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო რაც ეხება მამა სიმონს მისი პიროვნების თავისებურებიდან გამომდინარე რაც ეხება თვითონ ამ წიგნს რომელიც ნამდვილად შინაარსობრივად დიდარია რაც ეხება აი გადმოცემის სტილს ის არის საკმაოდ ესე ვთქვათ მოხტენილი და ესე ვთქვათ სუბუქი კაი გაგებით რომ ადვილად იკითხება და ეს რა თქმა უნდა პლუსშია ყველაფერი და ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ახლა არის უპირველეს ყოვლისა ეს დროთა გადაძახილი მე თვითონ ახლა ძირითადად ყოველთვის მიწევდა მუშაობა დროის პრობლემატიკაზე დროის ფენომენოლოგიაზე დროის შინაგან ცნობიერებაზე და აი ეს გადაძახილი დროთა ურთიერთ გამსჭვალვა დროთა ეს ურთიერთ არეკულა თან ერთი არის თანამედროვეობა რაც ჩვენი დროა და მეორე აღებულია ის დრო პრინციპში ეს არის პერიოდი რომელმაც განსაზღვრა დღევანდელის ჩათვლით ჩვენი ბედი და ჩვენი როიტყვიან პოლიტიკური ჰორიზონტი აი სწორედ იმ პერიოდმა განსაზღვრა ამიტომ არის ეს ძალიან კარგი ეხლა მე ბატონ გურამს უსმენდი და მან ძალიან კარგად დაახასიათა ის შრეები ამიტომ მე ხე ვერ დავუმატებ რა შრეებსაც ჩვენ აქ პოულობთ ისტორიული აი ეს ისტორიული კონტექსტის ესეთი დაკავშირება პირად ურთიერთობებთან რომელიც ძალიან მრავალმხრივად და ისე ვთქვათ სავსედ წარმოდგენილი ისტორიული კონტექსტი ახლა კიდევ რო გაეშალა გაეღრმავებინა ეს სახეები ეს ისტორიული რომანის იმაში გადავიდო და აქ მე მგონი ესეთი ამოცანა არ იყო ავტორის წინაშე
აი ისტორიული კონტექსტის და აი პირადი ურთიერთობის წარმოჩენის ესეთი ურთიერთდაკავშირება და აი ეს დროთა ურთიერთარეკლა, ურთიერთგამსჭვალვა, მე ვფიქრობ, არის ძალიან სწორედ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ამ რომანის აქ რეინკარნაციაზე არ არის ლაპარაკი, მე ესე არ აღვიქვა ამას, არამედ გამეორებადობა, როგორც აქ ითქვა, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი როიტყვიან ძალიან იდუმალი პარადიგმა ჩვენი ყოფიერების, რომელიც კიდევ ღრმად არის გასააზრებელი და ეს რა თქმა უნდა ამ რომანს გამსჭვალავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კარგი, კიდევ მსურველი თუ არის თუ არ და 25 შეკითხვა გველოდება მარიამისგან. სადაც თუნდა დაჯექრა და მარიამმა იმუშავა თავზე და შეკითხვები და ოღონდ შეკითხვა მომაწოდე ისა. არა, ბევრ ჩემს შეკითხვას. ხო, პასუხოს რა უნდა პასუხო. არ დავიცნეს. ჩემგან ჯერ უპასუხო. ჩემთან უკავშირი გამეხარდებოდა. როგორ? აი ვენაც ლანცენ არ მაინტერესებს თქვენი კი. მაშინ მარია, მე რაღაცას ვიტყვი ამ თემთან დაკავშირებით. პირველ რიგში იცი ძალიან მე რა შემის მომეწონა ძალიან ის რომ თქვი მე ხან რომ აი თუ იქნებოდა პასეული ამ შემთხვევაში მინდოდა ამის დრისიანაზე გამოტანა და როდესაც ეს ემოციებს რაღაც თუნდაც უარყოფით, მაგრამ უფრო მეტად დადებითი ემოციებით მოდის და უკვე მეჩნია რომ თუნდაც ერთ ადამიანში დაიბადება ეს ერთში არა უკვე 300 ადამიანში მასა იმედია იდეის ეს ჩემთვის უკვე საკმარისი არის რომ უფრო სხვანაირად რა თქმა უნდა იქნება და აი ამ პირველ რიგში კიდე რა მინდა რომ გითხრათ ეს ხაშვის მე ეხლა ზო დავწერე ხაშვის ეს არის ცოტა არაპროფესიონალურად არის საკითხი მე ამისთვის ღამე მეცალა ღამით წერდი თითქმის ერთი წელი შეიძლება ცოტა ნაკლები ათიქრო მონის მუდმივად კი არა ამგან ორი თვე არ მეყარებია და მე რაღაცა მომდიოდ ესე რომ წერდი ესე ხელით და ფაქტიურად ეს შავი ნაწერი არის მცირე ის ახალბატონი ან არის სვეტი და რომელსაც ესე თქვა რედაქტორობებს აქვს ესე გააკეთა მაგრამ თრიად მაინც ეს არის დარჩენილი ესე და მე ხლა გადავხედე რაღაცა და უშინაც ეცად ისე და თუნდაც ბოლო ნაწილი ხანდახან ხედავ რომ ძალიან ჩქარი მე თვითონ და ეს რა თქმა უნდა თქვენს შეამჩნით და ისე მე რაჭველია მაგრამ შეიძლება თქო ჩქარი რაჭველია აი შეიძლება რაღაც საქმეებში აი სულ ჩქარობ და რაღაც ესე მაშინ ეხლა მაქვს ერთი ფსიქოლოგიური რაღაცა დრამა არის ერთი პათოლოგიაზე მე მგონი რაღაცა საინტერესო უნდა გამოდის და იქაც რაღაც მონახაზი მაქვს ჯერ და მივატოვებ სამთვის და აღარ მიყარებია მაგრამ იქაც ჩქარობ ძალიან და არ ვიცი შემდეგ გურამთან გავიდი რაღაც პროფესიონალთან ჩვენთან ინიციატივით შენობით მოგვანთე არა ხო გურამ და სხვა ადამიანთან ვიყავს ესე ლაპარაკიო მაგრამ შესაძლოა ეს იყოს ასე ვთქვათ ჩემეული ენა თქვა სპეციფიკური და რამე არ შეესო რაც შეეხება ახლა იმ ძიმე მომენტს რომელიც თქვენ თქვით აქ კარგად იყო რაღაცა და თქვა და ის როცა გაყრეულა ეხლა რო ვაყრდები ჩემი მხრიდან ეს იყო პროვოკაცია კითხველის მიმართ რომელიც მეტნაკლებად გაცნობიერებად ამდენად გავაკეთე ბოლომდე არის მაგრამ ქვეცნობიერში მაინც ეს ჩემი მხრიდან იყო პროვოკაცია ეს ერთი და მე მეორე ეს თავიდან როცა დავიწყე ეს უნდა მომიყრა რაღაც ესე მიდიოდა სხვა შეიძლება იგაპლისი ჩქარებოდა წავიდა და რაღაცა პატარა ნაცვლადებს ისეთ ადამიანებს რომელსაც თან ისეთი ურთიერთობა უკითხავდი რაღაცას და რო წავუკითხე ეს პატარა ნაწილი მან ესეთი რაღაცა მითხრა ირაკლი რომ მამა ეს სიკვდილისკენ მიდის და შემდეგ თანამედროვე დროში მე ეს გამოვაყენებიე ლევანის ბაბუას თუ გახსოვთ ეს ფრაგმენტი ამ იმაში ეს მისი სიტყვები რომ ის სიკვდილისკენ მიდის ხასიათი ცოტა ინდეპენდენტული ცოტა გაფანტული ცოტა ავარდნილი ცოტა მეკალთანეთ ცოტა ისა ეს ერთი და იგივე ხასიათი იმიტომ რომ გმირი არ შეიძლება ადამიანი აი ერთ ადგილზე წერია მაგცში რომ ადამიანის პიროვნებაზე მის ღირსებებზე მეტად არანაკლებს ამბობს მისი შეცდომა.
და მის თუ დაცემა არ ხდება. და აი ქრისტიანულად წარდგენილი და რაღაცა ანგელოზზე ისე წარმოდგენა, თუნდაც მართლა ედერულ გაგებაში ეს ესე ნაირად არის, რომ დიახ დაცემა და ადგომა, დაცემა და ეს არის. სულ იმიტომ ჩვენ ადამიანები ვართ და სანამ ვართ ამ სხეულში. სანამ ვართ ეს გარკვეული გამიგეს არის დროებითი ჩვენი სამყოფელი. მე ისე უფრო გასწრებული უფრო ამათები ფორმა ხარ რელიგიურში. ნუ გადავალთ და აი ამიტომ არ გილგამეშის ყველა ერთი გაფორმირებული ჩემთან იყო რაღაც პროვოკაცია კითხვის მიმართ, მაგრამ თან იყო ჩემთვის ლოგიკური არის და ის უნდა თუნდაც ის იგივე ქართული სხვასთან ერთად თანამშრომლობით ღალატი, რაც ჩვენ გვახასიათებს, თუნდაც იგივე დამიჭირეს ხელი მომჭრეს, კარგი რატო აგიგია. კონსტანტინე რო ამბობს კიდე ერთი თვისება აქვს, რომ კაცსოდა ნახავთ. რაღაცა ჩავხოლოთ და ესე იქნება ეს დავინახოთ, რომ თითქოს ესე იყო და რაც შეეხება არიადნას აბსოლუტურად ეთნოგრაფიის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ფიგურა ამაში. და საინტერესოა იქ მოცემულია, რომ არიადნა არ მეორდება. არიადნა თანამედროვე დროში რადგან მაინც კარგად მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, რომ გილგამეში აგრძელებს ცხოვრებას, რომ არა ის ქართული ძინი რაღაცა ის მებრძოლის სული, აი ჩვენ ხედავთ აი სულ რატომაც ვერ დაინახა ალბათ მეორე რომ საერთოდ და ისე იგივე უჩხობის სცენა ის თავიდანაც ხდება მე რაღაცები რა ფაინალი ის სცენა ის პირველი სცენარი ერთ-ერთი ნამდვილი ამბავი არის აბსოლუტურად ნამდვილი ამბავი ზოგიერთმა თქვენგანმა იცის ეს და დოკუმენტური ამბავი მაქვს აქცენტი აქტიურად ნუ ის დასასრული ისე სუბუქი არ იყო როგორც შემდეგ ვიჩარდება არ იყო ეგეთი სუბუქი ცოტა კაცი იყო მაგრამ საჭირო არის დოკუმენტური გამოვიყვანე ეს ისა რადგანაც რასაც მე ვეუბნებოდი რომ იქნება პარტიული იქნება და ზუსტად ის დიალოგები რეალური არის ნამდვილად რეალურად არსებული არის რაც შეეხება არიანას ახლა გურამა ადრეც მითხრა რომ ეს ასეთი ძლიერი ფაილი და როგორ ესეც სიტყვა მითხრა მახსოვს როგორ წააკაი გამაო რაღაცა და გულზე მოხდა ძალიან და ეს გასაგებია აი ბევრი ძალიან ბედნიერი ხო აი ეს აზრიც არსებობს რა თქმა უნდა აი ჩემი შეხედულება აი თქვენთან გურამ მინდა რა თქმა უნდა ამის სიგნალებში წასვლა შეიძლება ფიქრობდი ესეთი რამეც მქონდა თავში რომ მონაზვნად და შეიძლება არის ყოფილიყო სიყვარული მოხდა და ფიქრობდი რა მაგრამ სიყვარული არის და მე ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის რაც იყო ესე იგი მაგის ვიზუალიზაცია ხდება და უკვე უბობს წალზე ნუ თუნდაც ეს ხო შეიძლება არ ყოფილიყო უგასავ მაქსიმალიზაცია მიდის რაღაც პრობლემის შექმნის ხდებით ხო და აი რატომ ნიგუმან ხო შეიძლება გარკვეულად ეს პრობლემა მე მხოლოდ ერთ ადგილზე ეხლაც არ უნდა ეს სხვა არ დაშევები ძალიან არ მინდოდა ჩემთვის მძიმე იყო რაღაცა თითქოს აღარ მინდა რა დამდივარ რაღაც საკრავი მაშინ გადავიდე მაგრამ აი რაღაცა რო გეცნობა და რაღაც თავში რო კარგად იწდება ესეც იყო ერთ ადგილზე ვინანესავით კი არა მეთქით ამ კაცი ხო არ გამოვიდა როცა ერთმა ბატონმა ნანა არის და მისმა მეუღლემ ორი კვირავე წაიქცევ და ცნება მოუწევ და ცუდად გახდა კაცი და ძალიან მძიმედ იყო და ეს შემეში ეს უკვე მივხვდი რომ აქ არ გზანდება და სულ დაყოფილიყო ჩემს ბევრ კითხვას გაეცა უკვე პასუხი მთავარ პერსონაჟთან დაკავშირებულ კითხვას დავსვავ გილგამეშთან თქვენ თქვით რომ ლუკა და გილგამეში ერთ და იგივე პიროვნებად ყავთ ჩაფიქრებული და აქედან გამომდინარე გილგამეშის პერსონაჟი ჩავახსოვ კითხვებს რაც მინდა თქვენ განმაინტერესებს მე რა თქმა უნდა დამრჩა ჩემი შთაბეჭდილება ამ პერსონაჟთან დაკავშირებით თქვენ გამოვისმენთ როგორც ავტორისგან რა ჩანა როგორი პერსონაჟი ჩაიფიქრეთ და მე გეტყვით ანუ თითქოს იწყება რომ ადამიანი არის გმირი
და გვირისგან ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ შაბლონური თუ სტერეოტიპული წარმოდგენა როგორი შეიძლება იყოს გმირი და ამ გმირის ხასიათში მე ვერ დავინახე გმირობები და რამოდენიმეს გეტყვით ახლა რა ვერ დავინახე მაგალითად დღესაც ესია და იმ დროში მით უმეტეს ქალი და მამაკაცი როცა თანაცხოვრებას იწყებენ ერთად აუცილებლად ეს ქალი ხდება განხილვის და ჭორაობისაგან მით უმეტეს ეს იყო თავადის ქალი რომელთა უპირატესობა ერთ-ერთი არის ხოლმე ღირსება და იქ ქალის ღირსება პირველ რიგში ამ ხაზზე გადიოდა რაც ასე ვთქვათ გილგამეშმა ვერ მოიფიქრა და ცოლობა ვერ შესთავაზა რომ ჭორაობისაგანი არ გაეხადა ეს ერთი რამაც გამიჩნდა მის გმირობასთან დაკავშირებით თუ ჩვენ ჩავთვლით რომ გმირობა მარტო ბრძოლის ველზე გამოიხატება მაშინ ეს კითხვები აღარ მაქვს მაგრამ თუ პერსონაჟი არის გმირი ბრძოლის ველის გარეთაც მაშინ მე მიჩნდება ეს კითხვები და ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი ჩანაფიქრი როგორი გმირი იყო ეს გმირი ომის გმირი თუ გმირი ცხოვრებისეულადაც ასე ვთქვათ გმირი მეორე ერთი ეს რატო არ მოაყვანდა რატო არ მოიყვანა ცოლად რომ ჭორაობისთვის არ გაეცდა მეორე არის ის რომ როდესაც გადაწყვეტე რომ ერთად იცხოვრონ და სასახლე ააშენონ არიან ნაეუბნება რომ მე მაქვს ბევრი ფული და ერთხელ მაინც რატო არის უკადრისა როგორც გმირმა როგორც მამაკაცმა რომ არა მე ვეცდები რომ გამოვიმუშაო და რაღაც აპირებდა მე არა მე ხომ მაგრამ თავიდან რომ კარგი ფიზიკურად დაგეხმარებოდ ფულში არ ჩვენთვის არის საყვარელია ძინავდა არა გმირის პერსპექტივიდან მაინტერესებს თორემ სიყვარული ის არის ასევე მაინტერესებს რატომ აღალადებინეთ ლუკასაც და გილგამეშსაც თავისი მეორე ეს როგორ და კიდე ეს შეიძლება დიდი გმირის პროტოტიპის შექმნაში შეიძლება სიცოცხლის გარკვევაში არ იყოს მაგრამ მე გამიშთა ეს კითხვა კიდე რომ დოქში მესამე წელს რატო გაიყვანეთ დოქში მესამე წელს რატო გაიყვანეთ იმიტომ რომ არ ყოფილიყო და კითხვა ჩემი კითხვა დავასრულე და ეს იყო რაც მაინტერესებს თქვენ ახლა სიამოვნებით მოგისმენთ თქვენი ჩანაფიქრი მე ესე დავინახე შეიძლება ჩანაფიქრი ინტერპრეტაციები ყოველთვის ხდება როცა რაღაცას კითხულობ და მაინტერესებს თქვენ მითხრათ რა ბორი პერსონაჟი ჩაიფიქრეთ მადლობა მარია საინტერესო შეკითხვები მოკლე პირველი ხო მოკლე როგორც შეიძლება რთულია პასუხების გაცემა ესე იგი პირველი რაც თქვი აი წარმოდგენა გმირზე ადამიანზე არაც კაცი რომელიც ხონდეს და არაც ცოტას ყოველი ადამიანი ნაკლები ჩვენ დავთვალოთ ხა რაღაცა ისე გამოვიდა რომ ყოველი კაცი სულას ადამიანი არ არის სულყოფი და მათ შორის არც ერთი ადამიანი როდესაც გმირი თუ კი იქნება აი რაღაცა ეს საოცრამეს აკეთებს იქ რაბათის თავზე ავატანინე გამარჯვების დროშა აიტანა ანუ იქ ჯორიანი დროშა არის თანამედროვე ქართული ხო რა თქმა უნდა მაგრამ მას აუცილებლად უნდა ქონდეს სისუსტეები მას უნდა ქონდეს გაცემები აი ეს უნდა გამოვიგოთ ასეთნაირად რაღაცა იდეალიზირებული გმირი აი თუნდაც იმ დოხში რატომ უნდა გასულიყო პირველ ადგილზე არ უნდა გასულიყო ეს აბსოლუტურად შეგნებულად გავაკეთე რომ ამის გაიდიზიალება არ მოხდეს ჩვენ ახლა გარკვეულად ახლა შეიძლება ძალიან იმაში წავიდე მაგრამ თქვენ ახალი თაობა ხართ ეს ამოხსენებთ უფრო თაობას ჩვენ გვაქვს სულ განსაკუთრებით იმ ხალხს რომელსაც ვიზარდეთ ამ დავიბადეთ ტოტალიზაციის სისტემაში ასე კომუნისტურ რეჟიმში და მის მიერ ჩვენსა და მის მიერ მოდის ინერცია სულ ბელადის ძიება ბელადის რომელიც შენ არ დაფიქრებს შენ არ უნდა იფიქრო შენ ნაკლებად უნდა იაზროვნო რაღაცებზე და ვიღაცა ის ლიდერი ის ბელადი იგი შენს მომად იფიქრებს ჭალებში ეგეთი თავის ეგეთი კომფორტი არაა საჭირო ეს შესულშის ჩვენთან რაც დიდი პრობლემა სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ძალიან მნიშვნელოვანი წინა ეს ერთი ისა და ეს არ არის იდეალური გილგამეში რაც შეიძლება იკაცა აი პულზე საინტერესო დაიმთხარი ჩანს რომ გილგამეში სწორედ არ არის არც უქონელი არც რაიმე უჭირს და არც უსაქმო და საკმაოდ პრაგმატულად და კარგად უძღვება საქმეს მაგრამ ნახეთ ძალიან ბევრგან იყო რომ ჩვენ სიყვარულში ფული და ანგარება რამე იქნება მაშინ სპაუნამდური არიქებავ და ეგ კლავს ზუსტად აღარ იცის მეორე თუ ხან ახლა ეს ციტატები ძალიან ხარდაჭარი ამაზე ხაზგასმული და არანაირი ეს
შეიძლება თანამედროვე გარკვეულად არის რაღაცა კონექტურული აზროვნებაც გვაქვს ჩვენ ამ რაღაც იდეოლოგიებას შევიქმნა. არა, იქ ამათვის ეს არც ფული, არც რაღაც არაფერს არ ნიშნავს. ანგარება არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ნამდვილი სუფთა და დიდი სიყვარული. რომელიც გამოხატულია. ხო, აი ახლა ღალატებიც მივიდეთ. ეხლა ღალატიც გაინტერესებდათ, ხო? აი ორივე მუღალატა რაღაც მომენტში. თავისა აქ სინანულიც თავისი ყვარო. აქ ჩვენ პირველ რიგში ამ უნდა დაგვაწყდეს, რომ აქ საუბარი არის გილგამეში ამბობს, იქაც და აქაც, ლუკაც და 23-ის. ეს არის ეხლა სამედიცინაში ვარწავთ, მაგრამ ადრე ფსიქო რაღაცა ისეთი განწყობა ადამიანის შედარებით ადრეული, ამიტომ აქ არის 23 წლის ბიჭზე საუბარი, რომელიც ყველა ვარიანტში აი გახსოვთ იქ გილგამეში რაღაც დაცემა, ძალიან დიდი დაცემა, რომ ემართება ახალდაბაში, მგონი ხო? ახალდაბაში ხდება ეს დაცემა და როგორ მისწრაფის მე ისე თავისი სიყვარულის ობიექტისთვის და ეს მისთვის უკვე ზიზღის მომგვრელია ისა, მაგრამ ის დაეცა, იმიტომ რომ არ არის ის იდეალური და აქედან ტრაგედიაც მე მგონი არ უნდა შეიქმნას. რაც შეეხება იმ მეორე სიტუაციას, აქ მე რაღაცა ის ნინი გამოყვანით ძალიან რაღაცა ლამაზად უნდა წასულიყო, იმიტომ რომ მასთან გილგამეში რაიმე გილგამეში არა ლუკას არ გილგამეში მას არ ქონდა რაიმე ისეთი სოფლა რა და ბოლოს აი ნამდვილი სიყვარულის რაღაც ნაწილი წარიქონა. ხო, ამ ბავშვის სახით და მე მგონი ეს მისთვისაც ლამაზად, ხა? შოუს გასაშვებად ძალიან მარტივად მეტად თავის შვილი. ხო, აი ამ დროს ის რა მოხდა? აგებაში შვილი გაიზარდა თუ რა გაიმეტა ის მე გაიგო თურმე შვილი არა ეს უნდა მოიცოდა მან უთხრა რომ შეიძლება ლუკას თუ ბიჭი იქ და ლუკას დავარქმევ კი იცოდა უთხრა თუ საიდან არა ამან უთხრა თვითონ გურამ და მე ეუბნება რომ თავს გაუფრთხილდიო და ხელს ადებს ეს სიმბოლურად არის ხელის დადება მუცელზე ადებს აკურთხებს თავის შვილს და მუცელზე ადებს ხელს და მე ნინი ეუბნება რომ ბიჭი თუ იქნა ლუკას დავარქმევ დაარქვიო და ლუკა რაღაცა კმაყოფილი არის ასე ჭყალებში თქვა ეს მისთვის ძიმე განცდა მაგრამ თან კმაყოფილია რაღაც ეს ლამაზადნა თითქოს რაღაცა სუბუქად დავთავდა ძალიან წარმატებული და ისეთი ადამიანის ცხოვრება და მარტივად თითქოს გაუშავო დანარჩენი ვიფიქროთ მე რა ხდება ის ბავშვი რო იბადება ამის საქციელი გერმანიაში მიწყდება ხო ის კაცი არის იქ რომელიც უპატრონოდ არ მიდის და ეს ძალიან წარმატებული ნიჭიერი და უნარიანი ქალია ძლიერი გაგულია ხო მაგრამ შეიძლება ეს კარგიც არის ან ცუდი ჩვენ თუ ვიტყვით რომ ქალისთვის სიძლიერე რომ დაამარცხა სიყვარული და აჯობა თავისთან ეს კარგია შეიძლება მაგრამ იქნებ ხანდახან ღირდეს სიყვარულის ბოლომდე თავის გაწივა ეს თანამედროვე კონექტურით თანამედროვე გაგებით ეს ამოღებულია მაგრამ ჩვენ აი ძველი ეს ვხედავთ ნაწარმოებებს ამას ან ნამდვილ ისტორიებს თუნდაც ნამდვილ ისტორიებს ვხედავთ იქ არის ხანდახან შეიძლება ჩვენ წინათაობებში ხო აი საშუალო ესეთი ის იყო პირველად რომ ვისაუბრე აი არიანას სიუჟეტზე გურამ მითხრა რომ აი თავიდან ის არის გახსოვს მაგრამ თითქოს ეს სხვა გმირია მე იგებ რომ ნამდვილი პირველი თავარი გმირი ვინ არის ეს რამდენიმე ტერმინი მითხრა და მე ასეთი გითხარი მასში უპასუხე გურამს რომ მე ხო პროფესიონალი ამის არა ვარ და არ ვიცი ისა და გურამ არ მითხრა რამდენიმე მე არ ვიცი ხო ლიტერატურაზე მე უთხარი მე გურამ ეგ არ ვიცი მეთქი მე უბრალოდ სიყვარულით წერდი თქო წერდი ადამიანის სიყვარულით ზოგადად ადამიანების სიყვარულით და რამდენს გამომივიდა ეს არ ვიცი მაგრამ ესეა ზანდებოდით არა ციცი გვარამაძე მე აბსოლუტურად რიგითი მკითხველი არანაირი ლიტერატურად ცოდნე და არავინ მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ კითხვა რომ დავიწყე ჩემი შვილი სამსახურიდან რომ მოვიდა ისევ წინივე გაახერე ეს შემიძლია ერთი ძალიან დიდი ამითი რაღაცა მკითხათ ერთ-ერთ მადლობა ქიმიკოსი განათლებით არანაირი ლიტერატურასა მკითხველი უბრალოდ
მე ერთი რამ ასაკიდან გამომდინარე თქვენ ასახელეთ ეხლა მე ძალიან სიამოვნებით ვისმენია ახალგაზრდების კითხვებს და ჩემი კითხვები აბსოლუტურად სულ სხვა არის ეხლა აი მე მაგალითად მართალი გითხრათ ზუსტად მთავარი გმირის სიკვდილმა უცბად გამაჩერა რა თქმა უნდა მეც ახლა ქალური პოზიციიდან აი ამ მიმართულებით ვიტყვი მაგრამ ჩემი შეკითხვა როგორია იცი მე ვფიქრობ რომ თქვენ ახლა სასული რობიძადებით და დრო არ არსებობს ეს ჩვენთვის არსებობს დრო პრინციპში დრო არ არის სადღაც ხო ჩვენთვის უცნობ ადგილას და აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ იმას რომ დაუშვათ ლუკა და გილგამეში სხვადასხვა მე დავინახე რომ ესენი ერთია იმიტომ რომ დრო არ არსებობს და ესენი ერთი და იგივე პერსონაჟია მიუხედავად იმისა თუნდაც წლები როა სხვაობა მე აი იცით რა მინდა გითხოთ მე ჩემი გადასახედიდან ის გავიგე რომ გილგამეში გამოეკიდა ისეთ რამეს რაც არ იყო საჭირო რასაც ჩვენ ვერ ხვდებით რომ აი იქ თუ წავედით იქ დავიღუპებით იცით და აი ამიტომ ის გზა უნდა შევცვალოთ ან და სტრატეგია უნდა შეეცვალა რომ აი იქ ისი არ უნდა წასულიყო იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო ან რაღაცა უნდა ამოერჩია სხვა ადგილი და უშუალოდ აი ფიქრისთვის და აი ეს მინდა გითხოთ ეს ასე იყო თუ არა და მე მაგალითად რა თქმა უნდა არიადნას ცოცხლად დარჩენასაც ვისურვებდი მაგრამ მე მგონია რომ მათ ორივემ ერთად ააშენეს სასახლე და თქვენს რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და ახლა თქვენ და დაუშვათ ამას როგორ გააგრძელებთ თუნდაც იმითი რომ იცით რა არის დავინახე რომ აი დღევანდელი დღე წარსულით დავინახე მე იმიტომ რომ თითქოს არაფერი არ შეცვლილა ასე იყო როცა გილგამეში თბილისში ჩამოვძანდა და იქ ორბელიანთან ერთად სადღაც ასევე დასეირნოდა და იგივეც აკეთებდა ლუკამაც ის რაღაცა ეს გადაცნობა გააკეთა და მე დავინახე ისე რომ აი ზუსტად იქ სადაც დრო არ არის ფაქტობრივად ჩვენ აი ამ რა ვიცი რამდენად სწორად დავინახე მე ვერ გეტყვით მაგრამ ჩემი ის იყო რომ გაედევნა და სადღაც წავიდა სადაც გადაწყვეტილად სიკვდილი ელოდა და ამიტომ რაღაცა ვიფიქრე რომ შეიძლება და სხვანაირად წასულიყო რა ვიცი ჩემი დიდი მადლობა ქალბატონო ციცინო ხო ეხლა წერამე წინ გადაში მაგრამ უცებ ვარ მოძებნი იმიტომ რომ პასუხია თქვენ რაც თქვით ზუსტად მან პასუხს აძლევს უკვე თანამედროვე დროში აძლევს უფროსი ლევანი და ის ამბობს ზუსტად აი იმაზე თავარი ის კვლელებთანო მომზადებული არ მივიდაო ისე კითხება ლუკა იმიტომ რომ მომზადებული არ მივიდა კვლელებთანო და ის პასუხობს რომ არა ის კვლელებთან არ უნდა მომხვდარიყო და ეს ეცნობა მეორედ არ უნდა გამომეოროთ რაც იქ მოხდაო ეს მოხუცი და ახალგაზრდა კაცის საუბარია და ეს იმაზე ეს პასუხი არის აქ და ეხლა თან უბრალოდ უცებ ვერ ნახავდი მე ამას ალბათ ის პატარა ოცნებები და გადაცნობებია ჩვენი რასაც ისე ხშირად ვიყვებით და ეს გადაცნობები და შეცდომები რომ არ იყოს მე მგონი დოსტოევსკის აქვს ნათქვამი პატარ-პატარა უბედურებები რომ არ იყოს ცხოვრება ძალიან ინტერესული იქნებოდა ახსოვთ ალბათ ეს ეს უნდა იყოს ალბათ ეს კი ისმენ გილგამეშის სიკვდილთან დაკავშირებით პირველად თავისშევი კავაზო ალექსანდრე სამანეთა ფიქსირება და მეორედაც აღმოჩნდა მე რომ ჩემი აზრით სიმარტივეზე მეტად ანუ ეს ბატონობისანა რომ ესეთი გამოცდილი მებრძოლი იყო და ესე მარტივად ამერტა ჩემი აზრით სიმარტივეზე მეტად აქ გილგამეშის ხასიათი უფრო ჩანს როგორი იმპულსური არის და შეიძლება რომ ეთქებადი იყოს მithumetas როცა გაჭირებაში ყოფილი ადამიანი არის და შეიძლება გონიულად ვერ მოიქცეს იმ დროს როცა რაღაცა ესეც ეხება საქმე რომ ლამისი თავდაძებული ხასიათი და შეიძლება ანუ რაღაცა უკმეტად შეიძლება ამაზე დაფიქრება და დამშვიდობა მიიღება გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მომზადებულად და პროფესიონალურად მოხდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ჩემზე ეთქებაზე ხასიათიდან გამომდინარე თავქალიანობის და
თავგანწირვა ერთდროულად. კი, აი ზუსტად ეს არის მისი თავქარიანი ცოტა ისეთი ძალიან ლაღი და სიცოცხლის მოყარე ბუნება, რომელიც განსჯისთვის არ შეიძლება დატოვოს, აგი როცა ბავშვებზია რა, გატაცებულ პატარა ბავშვებზია გოგონაზე ხო რაღაც ზუსტად ეხლა მაშები საუბარი და როდესაც ის არის აქ ის აღარ იწყებს, ეს მისი ხასიათია, გამიგე, აი ეს მინდა ძალიან რომ დაინახოთ, რომ ის არ დაიწყებს. ნახე ის გილგამეში მაშინ ვერ იქნებოდა ანუ იგივე ლუკა ვერ იქნებოდა ისეთივე ვერ იქნებოდა რომ და როდესაც აქვს თქვა თუნდაც ამ თავარი გნის პროტოტიპს რაღაცა ქცევები ცოტა უცნაური და როდესაც ეკითხებიან ადამიანები მისი პასუხი ბევრმა თქვენგანმა იცის ამბობს რომ მე მიმიღეთ როგორიც ვარ თუ არა და ყველამ თავი დამატება ეს ეხა ხო აქ შეიძლება ყველამ ეს ვერ გაიგოს და ვიღაცები გაიგებენ ამ პასუხს იმიტომ რომ ის სულ ამასავს მე ესეთი ვარ და არ მინდა შევიცვალო და რომ შეიცვალოს შეიძლება საერთოდაც არ მოუხდეს ნახე გილგამეში რომ ისეთი ჭკვიანი ისეთი ის ყოფილიყო რომ ბავშვი გაიტაცეს მეტა ეს ამოხდა იქიდან რაც ეჭვები მოდი ჯარს დაველოდოთ იმ თორელს დავით თორელს მის უახლოეს როდის მოვა რომელიც სპეციალურად იმ რუსმა ოფიცერმა შეაყოვნა იქ სუფრაზე იქ ხო ბევრი ძალიან წვრილმანი დეტალია იქა და აი ეს რომ დაიწყო რომ მაშინ ის არ იქნებოდა ვინც არის რეალურად აი შენ ხო ანდრა მე გეთანხმები მაგ ჩახვედრაში სტრატეგია ეს მისი ხასიათია და ეს არის ამ ნაწარმოებს ქალბატონო ნანა პირველი თქვენ ხართ ვინც წაიკითხა ეს ისა და იქნება არ სხვა კი აი მოდით მე შევეჯო მე საერთოდ ხოლმე რომ წიგს რო წაიკითხას ადამიანს ცოტა უკეთესი ხდება ვიდრე იყო მე გონი ვინც წაიკითხა ეს წიგნი რა ვიცი დადებითად იმოქმედებს და უკეთესი იქნება ალბათ წაკითხა ყველა ასაკის ადამიანს ხო ნუ რატომ იცი რა ყველა ასაკის ადამიანისთვის ყველა თაობისთვის აი სასი ამოწესებითი არის მართლაც აი ახალგაზრდაც აი შეხვედრა აი ყველაფერი ძველი თაობისაც უფროს უმცროსობა მე ისაც კი მე ხო და აი ხო თავი რაც უნდა მეთქვა აი ეს რაინდული აი გილგამეში რო ისაუბრება როზენს გენერალ როზენს რო სხვადასხვანაირი გაგების ადამიანები რო არიან ეს რო უნდა რომ ისო რატო გაუშვიო ის იმპერიო უნდა ისო გავწვიდითო გამოვიყენებითო გადმოვიბირებდითო უკეთეს და სხვადასხვა გაგება რო აქვს და ეს თქვენი რაინდული არა რატო გაუშვიო და ისო ჩვენი მტერი აღარ იქნება სანჯაყმედი რო გაუშვა ის ჩვენი მტერი აღარ იქნება და მე გაუშვიო და რატომ ჯერათო იმიტომ რომ მეც ასე მოვიქცეოდიო ეს არის რაინდული ბუნება რო აქვს ადამიანს რაინდული ეგეც ხასიათი ხო ეს გილგამეში ხასიათი აი ტერშიც რომ უნდა გაინახოს სიკეთის ღირსება და პატევის სიამას და ეს აღიარება ეს უფრო ვაჟკაცობა არის აი ძალიან საინტერესო მომენტები რომ ყველა ადამიანს ნუ რაც აი თუნდაც ახლა რაღაც მეც ცოტა ემოციური ვარ ცოტა არეული გამოსვლამებს ღვინოზე ბაბუა რო ლაპარაკობს იქ ღვინოებს რო არჩევა ღვინოს რა კარგად ახასიათება ღვინის მოყვარული ადამიანის სიამოვნებით წაიკითხავს და აი ქალს რო ადარებს იქ ხარციტელია დახასიათებული ხიხვია დახასიათებული და საოცარი ნუ რა ვიცი ძალიან საინტერესო არის მაგრამ მე შეკითხვა არა მაქვს და სულს ვერაფერს ვერ ვამბობ შეფასება არა მე არ გამოვიმარჯვე რა ის რატოა ეს მე რო წავიკითხე პირველად რო წავიკითხე პირველი ჩემი შეკითხვა მე როგორ იქნება ეს არის ჩემს ხადაგების ფორმა ხადაგების ფორმა არის რაც როგორ იქნება რა თქმა უნდა შეცდომებიც და მეთქი როგორ იქნება რომ აიგებ მე გაგზელება მეთქი იმ რო გერმანიაში თავისი შვილი რო იზრდება მე გახასიათდება იქნება მიგახსოვთ მეკითხა ანუ იცი რა ისეთი გმირები არის რომ ადამიანური უცხო არ არის ძალიან საინტერესო ციგნია და დიდი მადლობა თვითონ გინერალია გაგიწევდეს კიდევ ერთი რაღაცა შემაჯამებელი ვით რო იყოს 2 სიტყვას ვიტყვი უბრალოდ ეგ გავკანონიერდები ამას მინდა ერთ-ერთი რაღაცა ვკითხოთ ახლა ნახსენე ეგეთი რომ აი ცოტა ნაჩქარეობად არისო ეს ხდება ხოლმე რომ აი ეს ნაჩქარეობა რაღაცნაირად აზიანებს ხოლმე და წარმოებს ნუ აზიანებს ჭყალებში
და როგორც წესი დასვენება უხდება ხოლმე პროცესის დროს, რომ გამოხვიდე თვითონ ამ დუღილის ტემპერატურიდან და ცოტა გარედან შეხედო, მთავრდებმკითხველის თუ არტივას შეხედო, იმიტომ რომ შენი ორგანული ნაწილია, შენში მოიხარშა ეს ყველაფერი. მაგრამ აი ესეთი ასე ვთქვათ, ეს პროვოკაციული ხუმრობით შეკითხვა იქნება. ეხლა იქამდე მიდის დრო, რომ ნელ-ნელა არ ამგონია ეხლა ეს უახლოეს რაღაცა ხვალდაზე მოხდეს წიგნი თვითონ როგორც ასეთი ქაღალდის წიგნი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს, როდესაც ურემმა დათმობს მანქანა შეიცვალა და შემდეგ უკვე ხმოვანი ისინი წამოვიდა უკვე წიგნები არსებობს აუდიო წიგნები და დარწმუნებული ვარ რომ აი ამ წიგნს ვთქვათ ძალიან მოუხდებოდა კიდე ეს ხმოვანი ძალიან ბევრი ვიცი მე უკვე ახალგაზრდა თაობაც ის რომ ვერ ახერხებენ ზოგი კიდე ასაკში რომელიც არის იმხედველობის გამო ვერ ახერხებს და ეს თქვა ჩაწერილიყო ეს და ამ სახითაც მიწოდებოდა იმ კითხველს ის კითხველს ვეძახი მე სვენელი შეიძლება დაერქვას მაგრამ აი ხა კითხვა რა მაქვს და ძალიან კარგი გამოვიდოდა აი ყველაფრიდან გამომდინარე მამამ დაწოვრებული ვარ ბევრჯერ გადაიკითხა კიდევ რაღაცები ნახა იქით აქეთ რამეზე რაც შეცვლიდით რომ მიდგეს საქმე აი ჩაწერას აი რა მოსულა იქ რაღაცა იმიტომ რომ ოთარ ჭილაძე ერთი კაცი მიდიოდა რომ დაწერა პირველი რედაქცია განსხვავდება მეორე რედაქციისგან ამოღებულია რაღაც თავი რომელიც ეზედმეტა ან ვიღაცა მორჩია მე მეორეჯერ იგივე დოსტოევსკი ახსენეთ მაგასაც აქ რაღაცები შეცვლილი მეორე რედაქციაში ჩვენ თქვა შეიძლება მეორე დაიბეჭდოს მაგრამ აი იქ თქვა აი ხო შევცვლი ძალიან ბევრ რაღაცებს გადავიხედე ხო გადავხედე მეორე და ისა რაღაცები მომეწონა რაღაცები ძალიან არ მომეწონა თქვათ აი ჯერ ვიტყვი რა მომეწონა თქვათ ერთ-ერთი ძალიან მომეწონა თუ გახსოვთ და თქვა მე გადახედეთ როდესაც ტრაპეზუნში მიდიან და გილგამეში დაემგზავრებენ ლაზი ასლანი და მათი ერთმანეთთან საუბარი მტერი როგორ ხდება ისა და ეს საინტერესოა კიდე იქ რამდენიმე საუბრები მომეწონა აი მაგალითად მიმაკლდა ძალიან და სხვანაირად დავწერდი ერთი ადგილი თუ გასულ ჩანჩქერზე ადიან უკა და ბიჭები და დინარეა ისა და დინარეს და არწივს ხედავენ არწივის სიმბოლოა რაღაცა მე არწივი მიდისები იკარგება და გილგამეში მიიტანს ტუჩებთან და იძახის ლიბერტე თავისუფლება აი ამას ცოტა უფრო ძაფრად გავაკეთებდი ვთქვათ აი თვითონ სიუჟეტურად რაღაცებს არ შევცვლი, მაგრამ აი ამაზე დეტალებს ეხლა ყველას ვერ ვხსნება ერთ-ერთი ვთქვი, უფრო რაღაცებს შევცვლი. ხო, რაღაცებს შევცვლი, რა თქმა უნდა, შევცვლი და ალბათ ეს შესაძლებელია, ხო,